მოგესალმებით, მეგობრებო, საღამო მშვიდობის რადგან დაიდო ეს წიგნი სანჯაროს სივრცეში, ენოქის წიგნი, გადავწყვიტე რომ ჩამეწერა პირდაპირ ტექსტი, მარტო ტექსტი ენოქის წიგნის, პირველი ენოქის წიგნის. თამანმა რო თარგმნა გერმანულიდან ის არა. ანუ მე ვთარგმნი ახლა გერმანულის ტექსტებს ებრაულიდან და მეხმარებიან ის თარგმნაშიც დავასრულეთ უკვე ეს ტექსტი ფაქტობრივად ორივე ენოქის. და წავიკითხავ, რადგან პირველი ენოქი არის დადებული უკვე საიტზე და შეუძლია Google-ში ჩაწეროთ და ამოგიგდოთ. ეს არის ინგლისური ვერსია, რომელიც არის თარგმნილი ქართულად და ნებისმიერ შეუძლია წაიკითხოს უბრალოდ შინაარსი გაიგოს. არ არის ცუდი თარგმანი, მაგრამ ეს არ არის ორიგინალთან ახლოს. არის ინგლისური ვერსია და შეიძლება შესაძლებელი იყოს. თან ტექსტს არ ახლავს სკოლოები და არ ახლავს ფილოლოგიური განხილვა. ტექსტს ვიზახი. თორემ ვისაც შინაარსი აინტერესებს, ეგრე შეუძლია თამარის გამოცემული ნათარგმნით წაიკითხოს, ასევე PDF ვერსია, რომელიც დევს Google-ში ენოქის წიგნი, პირველი ენოქის წიგნი. რა თქმა უნდა, მეორე ენოქს თქვენ არავინ არ წაკითხებს, მაგრამ მეორე ენოქს გამოცემას ვაპირებ მე. აი, მოკლედ, ვინც შეიძინა ეს წიგნი, ის კითხულობს და არ არის ცუდი, იმიტომ რომ თავდაპირველად ენოქის წიგნის საერთოდ არ იყო, ეგეც გერმანულ ენაზე იყო, ეთიოპიური ბიბლიიდან დათარგმნი და ახლა უკვე ებრაელებმა აღმოაჩინეს კუმრანის ტექსტების გრაგნილები, რაღაც ნაწილები და აღადგინეს სრული ტექსტი ებრაულ ენაზე, რომელიც რაბინმა აბრაამ ჰაქანმა გამოსცა. სეფერ ხანოხის ორივე წიგნი. და რა თქმა უნდა, ხა ორიგინალი განსხვავდება ეთიოპიური და გერმანული ტექსტის თარგმანებისგან. ამიტომ მოდი ახლა წავიკითხოთ ეს ტექსტი. მოусმეს მსმენელი გადაამოწმებს გერმანულად გამოცემულ გერმანის თარგმანსაც და მიხვდება რა შეცდომებიც არის და ნუ მოკლედ დანარჩენი თქვენ განსაჯეთ რა და როგორ. მე ვიძახი რომ არც ის წიგნია ცუდი, არც ეს. თავარი არის იყოს ტექსტი, რომ ხალხმა შინაარსი მაინც გაიგოს თუ რაზეა ეს წიგნი. არის ინგლისური ვერსია საიტებზე დევს და რა ვიცი, შეგიძლიათ შეხვიდეთ და წაიკითხოთ. უბრალოდ ქართულ ენაზე არ იყო და ეხა დადეს. მაგის თქმით. ამიტომ გადავწყვიტე რომ წამეკითხა ებრაულიდან თარგმნილი ტექსტი. სეფერ ხანოხის. მეთვალყურენი პირველი წიგნი, თავი პირველი. ენოქის კურთხევის სიტყვები, რომლითაც მან აკურთხა რჩეულნი და მართან, რომლებიც იქნებიან გაჭირების დღეს, როდესაც განიდევნება ყველა ბოროტი და უღუთო. და დაიწყო თავისი იგავი და თქვა ენოქმა, მართალმა კაცმა, რომელსაც თვალები აიხიდა ღვთის მიერ და იხილა წმინდა ხილვა ზეცაში, რომელიც ანგელოზებმა მიჩვენეს. და მათგან მოვისმინე ყველაფერი და ჩავწვდი იმას, რასაც ხედავდი, არა ამ თაობისთვის, არამედ შორეული თაობისთვის, რომელიც მოვა. რჩეულთა შესახებ ვიწყებ იგავს და ვამბობ. გამოვა წმინდა და დიდი თავისი სავანედან და საუკუნო ღმერთი დააბიჯებს დედამიწაზე, სინას მთაზე და გამოჩნდება თავისი მხედრობით და გამოგვეცხადება თავისი ზეციური ძლიერებით. და ყველას შიში შეიპყრობს და შეიძლებიან მეთვალყურენი და დიდი ძრწოლა და თრთოლ ვაიტაცებს მათ დედამიწის კიდეებამდე. და დაიძირებიან მაღალი მთები და დაბლობები, ჩაიქცევიან და დადნებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე. და გაიპობა დედამიწა მთლიანად და ყველაფერი, რაც დედამიწაზეა, დაიღუპება და იქნება სამსჯავრო ყველაზე. ხოლო მართალთათვის ის დაამყარებს მშვიდობას, დაიცავს რჩეულ და იქნება მათზე წყალობა. ყველანი ღვთისანი გახდებიან, წარემართებათ და იკურთხებიან და ღვთის ნათელი გამოუწყინდებათ მათ. აჰა, ის მოდის ათასობრივ წმინდათა თანხლებით, რათა აღასრულოს სამსჯავრო ყველაზე და დაღუპოს ყველა უღვთო და ამხილოს ყოველი ხორციელი მათი ბოროტი საქმეების გამო, რაც კი ჩაუდენია და ყველა იმ ძიმე სიტყვის გამო, რაც მის წინააღმდეგ უთქვამთ უღვთო ცოდვილებს. თავი მეორე. დააკურდით ყველაფერს, რაც ხდება ცაზე,
როგორ არ იცვლიან თავიანთ ორბიტებს ცის მნათობები, როგორ ამოდის და ჩადის თითოეული მათგანი თავის დროზე და არ არღვევს თავის დადგენილ წესრიგს. შეხედეთ დედამიწას და დაუკვირდით იმას, რაც ხდება მასზე, თავიდან ბოლომდე. როგორი მყარი და უცვლელია ყველაფერი დედამიწაზე, როგორ არ იცვლება ღვთის არც ერთი საქმე, როდესაც ის თქვენ გეცხადებათ. იხილეთ ზაფხული და ზამთარი, როგორ არის მთელი დედამიწა სავსე წყლით და როგორ ისვენებს მასზე ღრუბელი, ნამი და წვიმა. თავი მესამე. დააკვირდით და ნახეთ, ზამთარში ყველა ხე როგორ გამოიყურება ისე, თითქოს გახმა და დასვიდა ყველა ფოთოლი, გარდა 14 ხისა, რომლებიც არ კარგავენ ფოთლებს, არამედ ინარჩუნებენ ძველ საფარს 2-დან 3 წლამდე, სანამ ახალი ამოუდოდეს. თავი მეოთხე. და კვლავ დააკვირდით ზაფხულის დღეებს, როგორ არის მზე მის ზემოთ, თქვენ ეძებთ ჩრდილსა და თავშესაფარს მზის სიცხისგან, დედამიწას იწვის მცხუნვარე სიცხით და თქვენ ვერ ახერხებთ მიწაზე ან კლდეზე ფეხის დადგმას მისი სიმხურვალის გამო. თავი მეხუთე. დააკვირდით როგორ იმოსებიან ხეები, მწვანე ფოთლები და გამოისხამენ ნაყოფს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ და შეიცანით მისი ყოველი საქმე და მიხვდით, რომ მან, ვინც მარადიულად ცოცხლობს, ყოველივე ეს ასე შექმნა. და მისი ყველა საქმე ასე გრძელდება წლიდან წლამდე უკუნისამდე და ყველა დავალება, რომელსაც ისინი ასრულებენ, მისთვის არ იცვლება, არამედ როგორც ღმერთმა დაადგინა, ყველაფერი ისე ხდება. და იხილეთ, როგორ ასრულებენ ზღვა და მდინარეების თავიანთ საქმეს და არ ცვლიან მას მისი მცნებებისგან. ხოლო თქვენ არ იყავით მტკიცენი და არ შეასრულეთ უფლის მცნებები, არამედ ზურგი შეაქციეთ და ამბობდით ამაყ და მკაცრ სიტყვებს თქვენი უწმინდური ბაგეებით, მისი დიდებულების წინააღმდეგ. ო, გულქვანო, თქვენ ვერ პოვეთ მშვიდობას. ამიტომ დაწყევლით თქვენს დღეებს და თქვენი სიცოცხლის წლები დაღამდება, დაიღუპება და თქვენი დაღუპვის წლები გამრავლდება საუკუნო წყევლაში და ვერ პოვებთ წყალობას. იმ დღეებში თქვენ სახელებს საუკუნო წყევლად აქცევთ, ყველა მართლისთვის და თქვენით დაიწყევლის ყველა, ვინც წყევლის და ყველა ცოდვილი და უხთო თქვენი სახელით დაიფიცებს. ხოლო რჩეულთათვის იქნება სინათლე, სიხარული და მშვიდობა და ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას, თქვენთვის კი უღუთონო იქნება წყევლა. და მაშინ მიეცემათ რჩეულთ სიბრძნე და ყველანი იცოცხლებენ და აღარასოდეს შესწოდავენ, არც უხთოებით და არც ამპარტავნებით, ხოლო ვინც ბრძენია, თავდაბალი იქნება. და ისინი აღარ შესწოდავენ და არ შეცდებიან თავიანთი სიცოცხლის ყველა დღეს, არც ღვთის რიცხვითა და წყრომით დაიხოცებიან, არამედ შეავსებენ თავიანთი სიცოცხლის დღეთა რიცხვს. მათი სიცოცხლე გამტკიცდება მშვიდობით და მათი სიხარულის წლები გამრავლდება საუკუნო მხიარულებასა და მშვიდობაში, მათი სიცოცხლის ყველა დღეს. ეს დამთავრდა მეხუთე თავი. ეხლა ვინც არიან თეოლოგები თუ ვინც არიან, რავია დავარქვათ, ყველა ქადაგი გახდა დღეს. იძახიან, რომ პრობლემა არისო ტექსტის გააზრებაშიო. ჩვენ უბრალოდ ტექსტს ვკითხულობთ, ხო? ჩვენ არ ვკითხულობთ კომენტარებს და თეოლოგიურ განმარტებებს, თუმცა არის ახლა ბადანის აქვს ორივე წიგნი მაქვს რუსულად, მაგრამ ისეთი საშინელებები წერია, ჯობია საერთოდ წაიკითხო. ენოქის წიგნის წაკითხვის სული და გაგარგებს საერთოდ იმდენი ერესები უწერია იმ წიგნში. და სხვათა შორის ენოქის წიგნი მართლმადიდებლური არ არის. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ამას არ აღიარეს. კრებებმა ის წიგნი ამოიღეს ბევრი მიზეზების გამო. 7 მიზეზია დასახელებული, რატომაც მართლმადიდებლობა უარყოფს ენოქის წიგნს და ეს ყველაფერი ანოტაციაში მაქვს შესული ერთ-ერთ ნაშრომში, თუ რატომ მოიღეს ენოქის წიგნი ბიბლიიდან პირდაპირ წინააღმდეგება თორას. იმიტომ რომ მე როდესაც წავიკითხე ენოქის წიგნი, აშკარად უპირისპირდება დაბადების პირველ ორ მუხლს, სადაც საუბარი არის, რომ ადამი წყევლის მიწას, უпростоრად ღმერთის წყევლის მიწას ადამიანის გამო და გველს. ენოქის წიგნში მსგავსი არაფერი არ წერია. თუნდაც ევას წტუნებაზე, რომ ევა გველი აწტუნებდა მოლაპარაკე გველი. ამიტომ იყო რომ გნოსტიკები დასცინოდნენ ებრაელებს, ვინც აღიარებდა თორას. მოლაპარაკე გველის ისტორიაზე მას ხათიგდნენ გნოსტიკები და სხვადასხვა მართლებიც იყვნენ. ანუ ენოქის წიგნი პირდაპირ უპირისპირდება თორას. ბევრ საკითხებში. ამიტომ გადაწყვიტა მართლმადიდებლობა, რომ ეს წიგნი ამოიღო. სხვადასხვა მართლმადიდებლობა ვერაფერს ვერ გადაწყვიტავს, თუ ისინი ებრაელები არ გადაწყვიტავენ, არ გადაუწყვიტავენ ყველაფერს, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა არის ებრაული სექტა.
მაგას ვიძახ ყოველთვის და ვიტყვი, იმიტომ რომ ადონაი ღმერთი, ებრაელების ღმერთია და რა უნდათ მართლმადიდებლებს ძველი აღთქმის ღმერთთან მე არ მესმის უბრალოდ. თვითონ თუ ესმით გაგვაგიბინონ. რა უნდა და იესოს სინაგოგაში ან რასაც სწავლიდა ებრაელებს იესოს სინაგოგაში. სხვა თუ არაფერს სჯულს ხო მოსეს თორას. ხო მოსეს კიდეების დედამიწის კიდეებზია საუბარი კი დედამიწას აქვს კიდეები ენოქის წიგნის მიხედვით. აქ ვერ ხედავ კომენტარები ბოლომდე არ მიჩვენებს. დავითის შვილი რომ დაასნეულა ადონაიმ ურიას ცოლისგან რომ გააკეთა დავითი ვერ დაასნეულა და დაასია მატლები ბავშვმა რა დაუშავა როგორ შეიძლება ასეთი ღმერთის დიდება ადონაი ელოჰიმ. ეს კონდა კაკრას მაგარი საუბრები კი ფიქრობდი მეთქი სად არის ეს კაცი აქამდე მეთქი და ну მოკლედ ჩვენ კომენტარებს არ უკეთებთ ტექსტებს რა უბრალოდ ენოქის წიგნს ვკითხულობ ჩვენ არ გვაინტერესებს საერთოდ ვინ რა თქვა 1000 გამარტება შეიძლება დაიწეროს მაგრამ მეც გეტყვით რომ ენოქის წიგნი მართლმადიდებლური არ არის არავინ არ მოგატყუოთ რომ ეს წიგნი მართლმადიდებლურია და აი რატო არ არის ბიბლიაში ეს წიგნი არ არის ბიბლიური ეს წიგნი არ არის მართლმადიდებლური და არც შეიტანეს და იმიტომ არ შეიტანეს რომ სულ სხვა ინფორმაციები წერია ევა გვერმა კი არასტუნა ანგელოზმა გადრიელმა ადრიელმა ის ებრაულში ადრიელია და ამათმა გადრიელი ჩაწერეს ესეც დამახინჯებული არის ებრაულში კუმრანის ტექსტში არის 20 ანგელოზის სახელი იქიდან 1 აკლია 19 არის და ამათ აქვს 18 ანგელოზის სახელი ერთმანეთზე გადაბმული და ესეთი ელემენტარული შესაბამები რომლებიც არის დაშვებული ქართულ თარგმანში ხო არ შეიძლება ის ტექსტი ჩაითვალოს სუბთან ათარგმნი ტექსტად რაც არ უნდა შინაარსი იყოს და კარგი იყოს რა დარწმუნებულები ხართ რომ ყველაფერს სწორად აკეთებ რაც შეეხება დავითის შვილს ახლა ბიბლიისგან რომ იმას აქვთ ეგ მიწერა კიდევ შესავალში რომ მამა შვილის გამო არ უნდა დაისაჯოსო უბრალოდ შვილი მამის გამო არ უნდა დაისაჯოსო და მე იგივე ტექსტში წერია რომ მე ვარო ღმერთიო რიცხვთა წიგნში არის ხოთაშვილის მამების წოდების მომკითხავია შვილებისგანო მესამე და მეოთხე თაობაში ну ახლა Facebook-ზე დავწერე მე ეს კომენტარი ტექსტები და ვისაც ხურია მოისმეს თუ ვისაც არ აკეთა შეიძლება რავი რაღაცა სულელი დაალაიქოს ну მოკლედ პრობლემა ტექსტის გააზრებაში კი არ არის როგორც ის ლევან მეგრელიძე ლაპარაკობს ამ ხელა კაცი არის და ჯერის ვერ ისწავლა ვიზე რა უნდა ილაპარაკოს და ვიზე რა უნდა ჩაწეროს მეც ჩამიწერია და მისაუბრია ადამიანებზე როდესაც პირადად მიმიწერია და არ შემოსულა ჩემთან კომენტარებში და მე ჩამიწერია ხო რაღაცა მიხსენებია ლაივებში რომ ეს ადამიანი თქვა სქიზმაშია და მომეყვანია წყარო მაგრამ ასე რომ ბრალს დებ ადამიანს რომ აი ესეთია და ისეთია ეს არც სიყვარულის პრინციპებს არ შეესაბამებოდა არც ქრისტე არ იქცეოდა მასე არ დაძდებდა იქ ებრაელებს და უითქვე დამპლებობდა თქვენ ეს ერეტიკოსებო არ ეცახდა სად გაგიგონიათ ქრისტეზე აგინებდა ვინმე ეს არა უბრალოდ ისინი დაძდებდნენ და ეკითხებიან ხო და ისიც პასუხობდა ხანდახან ყეში სამოუყვანეს ენოქის წიგნში მოხსენებულია ღმერთი თუ განსხვავდება ძველი აღთქმის ადონაისგან რა თქმა უნდა აშკარად განსხვავდება იმიტომ რომ ენოქის წიგნში საინტერესო არის ადამიანის შექმნის პროცესი ადამიანს რო ქმნის და მისი ნეკნისგან ევას ქმნის იქ პირდაპირ წერია ადამი რომ დაიღუპებოდა ან ადამი რომ მოკვდებოდა პირდაპირ წერია აი ხა ეს ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ არის საიდუმლო ტექსტი რომ ეს სიკვდილი სინამდვილეში სიკვდილი კი არ არის რომ მოკვდები და დამთავრდა ეს სიკვდილი არის სპეციალურად ქალისგან შემოსული ღმერთისგან თავიდანვე არის ესე დადგენილი სიკვდილი ადამიანისთვის ევასგან შემოსულიყო რომ შემდგომ ის სხეული რაც მიწისგან არის აღებული დაუბრუნდეს იმ პირველ ქმნილებას რაც მანამდე სანამ სხეული შეიქმნებოდა ანუ იქიდან არის ანუ ადამიანის სხეული არ ქრება რა უბრალოდ მიდის და უბრუნდება იმ წიაღს საიდანაც პირველად შეიქმნა ადამ კადმონი და ადამ ჰაშიროთიას პირველი ადამიანი არის ხო ებრაულ კაბალაში ანუ კაბალის გარეშე ბიბლიას ვერ განმარტავთ ვერა ეხლა რა პრობლემები არის ბიბლიაში ძალიან ბევრი პრობლემებია და წინააღმდეგობები არის და ამას მხოლოდ და მხოლოდ კაბალა თუ გახსნეს იმიტომ რომ როგორც მე დავაკვირდი და არა მარტო მე იქ მოქმედი პირი რომელსაც რატომღაც იახვე და ადონაი ცაბაოთი არ მიაწერენ ეს მოქმედი პირი სულაც არ არის ის ძველი აღთქმის ღმერთი ებრაელთა მამა ან იესოს მამა რომელზეც იესო ლოცულობდა არა ეს არის სამაელი კაბალისტიკა ამას ხსნის და ასევე გნოსტიკური ენაზეც მაგას ეძახიან დემიურგს ანუ ბოროტი მართველი რომელიც არის ზეცაში და ეს მოძიებული იქნა ეს ინფორმაციები და დადასტურდა რომ ჭეშმარიტება როგორც ენოქის წიგნიდან ასევე ესაიას ამაღლებიდან და ასევე გამოცხადების წიგნის მე-12 თავის მე-7 მუხში რომ ზეცაში ომი ატყდა და გადმოგდებული იქნა დიდი დრაკონი ანუ დრაკონი წერია იქ ძველ ბერძნულში
და ამათმა თარგმნეს დიდი გველი, ბრძენი გველი თარგმნეს და ბრძენი გველი გადმოგდებული იქნა. მიქაელი და მისი ანგელოზებიო ეწოდნენ. ანტარქტიდაზე კარიბჭეებიო და პორტალებიო მართალია? ნუ რა ვიძახიან და არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მისტიკაში ვარ ჩვენ ხო. ანუ მიწა იყო და მიწას უბრუნდება სხეული. ხო ის მიწა არა, რომელიც დედამიწიდან აიღო, თიხისაგან რომ მოზილა მიწისძვრისაგან. ამ მიწის გარდა, რასაც მიწისგან შექმნა ნეკნი გამოუყო, ხო, მანამდე უკვე შექმნილი ყავდა. ამიტომ არის დაბადების პირველი თავი ბიბლიაში განსხვავდება დაბადების მეორე თავისგან, ხო? იქ წერია რომ ადამი დედაკაცსა და მამაკაცად შექმნა ისინიო და მერე რატომღაც მარტო იყო ადამი და ორივე ერთად კი არ შეუქმნია, ნეკნისგან შექმნა და რამთელი ამბები არის, ხო? ესე იგი თავიდან ღმერთმა არ შექმნა მიწიერი ადამი. პირველად სხვა ადამი იყო, სხვა ადამიანზეა საუბარი. ანუ ეს სხეული რაც არის, ისე უბრუნდება იმ პირველი იმისგან, საიდანაც არის აღებული. არ ქრება რა. ანუ დედამიწა ყველაფერს დააბრუნებს. ნუ მოკლედ ეს ტექსტი თქვენ თუ არ წაიკითხეთ, ესე ვერ გაიგებთ, ანუ თვითონ სკოლიოებიც არის. მაგრამ მე რაც შემეძლება ეხა ტექსტს წავიკითხავ, მე პირველ ენოქსია საუბარი, მეორე ენოქსი არა. მეორე ენოქსის ჩაწერას შემდეგში გადავდებ. ბოლო საქართველოს რა მადლიან რა მისია გააჩნია თუ არც არაფერი ისეთი. არ ვიცი, საქართველოზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მოგესალმები ბატონო ლევ ალადუნა ელოჰიმ, რა მაინტერესებს თუ კი მამათა ცოდვების გამო შვილებზე გადადის წყევლა და უბედურება, როგორ შეიძლება ღმერთი ყოვლად კეთილი იყოს, შვილმა რა დააშოვა თუ კი მამა ან წინაპარი ცოდავდა. საშინელი პიროვნება იყო, ხო? ნუ ეხა დავითმა შეცოდა, ხო? და რახან ურია ხეთელისგან შვილი ჩასახა. ურია ხეთელის ცოლისგან შვილი ჩასახა, ამიტომ შეეხო უფლის ხელიო ბავშვს და ცუდად გახდა. და მე მოკვდა. ნუ აი მე არ მესმის უბრალოდ აქ თუ ღმერთის ხელი ურევია ისო ყოვლად ჭეშმარიტი და მოსიყვარულე ღმერთის ხელი თუ ურევია, ნუ მე ამაში მოსიყვარულე ღმერთს ვერ ვხედავ. არც სამართლიანობას ვხედავ ღვთის ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ხა ვიღაცამ თუ დააშავა შენი თქმის არ იყოს, ჩემ შვილს რატო უნდა მოკითხოს, მე ვარ პასუხისმგებელი. შენ ვარ მოკვდებიო დაუცეონება. და აი შენი ბავშვი მოკვდება რა. და მე ეძახია რომ ღმერთთან მიჩერი არ არისო. არა და პირველ რიგში დავითის შვილს ადებს ხელს და უფლის ხელი შეეხო. იქ არ წერია რომ დემონი მივიდა და ეშმაკები მივიდნენ და ბოროტმა ძალა მოკლა ის დავითის ბავშვი. არა, პირდაპირ წერია რომ უფალმა გააკეთა ეს. ანუ იახვე. შეეხო ბავშვსო და დასნეულმდაო. და დიდი გლოვა დაიწყო დავითმა, მარხვა დაიწყო, სინანული ჯვალო დაიდო და ღამეები არ ეძინა საჭმელს არ ჭამდაო. ნუ რამენაერად ბავშვი დაედო ღმერთს რომ გადაერჩინაო, მაგრამ მოკვდაო. წერია იქ მე-12 თავია თუ მე-15 თავი ზუსტად აღარ მახსოვს. ეგ ყველაფერი. ეხლა მოიცადე შევიდე ნახო რომელ თავში არის. როდის ნახავილო შენთვის სადამცალია რაც. ესე იგი ეს არის მეორე მეფეთას მე-12 თავის მე-15 მოხრი. შეეხო უფალი ბავშვს. ურიას ცოლმა რომ უშვა დავითსა და მძიმედ დასნეულდა ბავშვი. პირდაპირ ეგრე წერია. კაი, მოდი გავაგზავნოთ ხო ენოქის წიგნის წაკითხვა. მე-6 თავიდან. და იყო როცა გამრავლდნენ ადამიანების შვილები იმ დღეებში შეეძინათ მათ ლამაზი და მშვენიერი ასულები და იხილეს ისინი ანგელოზებმა. ცის შვილებმა და მოისურვეს ისინი და უთხრეს მათ ერთმანეთს, მოდით ავირჩიოთ ცოლები ადამიანთა ასულთაგან და მშვათ ჩვენთვის შვილები და უთხრა მათ სემიაზამ, ებრაულად შემხაზა იქვია, რომელიც იყო მათი წინამძღოლი. მე შენია ვაი თუ არ ივნებოთ ამ საქმის აღსრულება და მე მარტო დავიდებ ამდით ცოდვას. და მეუგეს მას ყველამ და უთხრეს, დავდოთ ყველა მფიცი და შევეკრათ ერთმანეთს წყევლით, ანათემით, რომ არ გადაუხვევთ ამ განზრახვას და აღვასრულებთ ამ საქმეს. მაშინ დაიფიცეს ყველა მერთა და შეეკრნენ ერთმანეთს წყევლით. და იყვნენ ისინი სულ 200-ნი, რომლებიც ჩამოვიდნენ იარედის დღეებში, ხერმონის მთის მწვერვალზე. და უწოდეს იმ მთას ხერმონი, რადგან მასზე დაიფიცეს და შეეკრნენ ერთმანეთს წყევლით. და ესენია მათი წინამძღოლების სახელები. სემიაზა,
რომელიც იყო მათი წინამძღოლი არექაბა, რამაელი, კოკაბიელი, თამიელი, რამიელი, დანიელი, ეზეკიელი, ბარაქიელი, ასაელი, არმაროსი, ბათარიელი, ანანიელი, ზაქიელი, სამსაპიელი, სათარიელი, ტურიელი, იომელი, არაზიელი. ესენი არიან ათეულების მეთაურები. გაიგეთ? აქ ახლა 19 სახელი, ერთი სახელი აკლია. თუმცა სხვა ეთიოპიურ ვერსიაზე და გერმანულ ვერსიაში არის 18. თუ ეს 18 იყო ათეულების თავრები როგორ იქნებოდნენ, გამოდის 200 არ ყოფილა, ხო 180 ყოფილა. ასე რომ თუ ებრაულში 19 წერია და ერთი აკლია, როგორც ტექსტი არის დაკარგული, ხო? გამოდის რომ 20 უნდა იყოს, 20 სახელი. მოდი ახლიდან ჩამოვთვალოთ, კაი? რას ნიშნავს შეეხო? ნუ არ ვიცი, პირდაპირ წერია ბავშვი შეეხო. ანუ შეეხო ნიშნავს რომ ღმერთის პრეროგატივა რომ ის ბავშვი მოკვდა. ოთო წერს თუ ადამიანი 70% წყალს შეიცავს, რატომ ამბობენ რომ მიწა ხარ? ენოქის წიგნში მთლად მიწისგან არ ქმნის. ანუ სანამ მიწისგან შექმნის ადამი უკვე არსებობდა. თომას ახარებაში წერია ადამი დიდი ძალისგან შეიქმნა, იესო ამბობს. მე კი არ შევქმენიო, დიდი ძალისგან შეიქმნა. საინტერესოა, ხო? ხო, ილია წერს რა მაგარი ხალევან ჩემთვის არ გცალიანო, ამ წუთას ნამდვილად არ მცალია. რა ვიცი. კითხულობ. პირველი, სემიაზა. იყო მათი წინამძღოლი, მეორე არექაბა, მესამე რამაელი, მეოთხე კოკაბიელი, მეხუთე თამიელი, მეექვსე რემიელი, მეშვიდე დანიელი, მერვე ეზეკიელი, მეცხრე ბარაქიელი, მეათე ასაელი, მეთერთმეტე არმაროსი, მეთორმეტე ბარათიელი, მეცამეტე ანანიელი, მეთოთხმეტე ზაქიელი, მეთხუთმეტე სამსაპიელი, მეთექვსმეტე სარათიელი, მეჩვიდმეტე ტურიელი, იომელი, მეთვრამეტე და არაზიელი მე-19. ნუ ერთი სახელი აკლია არაუშავ. ტექსტი დაზიანებულია. ესენი იყვნენ ათეულების მეთაურები. თავი მეშვიდე ხა. მათ ანუ ანგელოზებმა აიყვანეს თავისთვის ცოლები და თითოეულმა მათგანმა აირჩია თავისთვის თითო დედაკაცი და იწყეს მათთან შესვლა და მათთან შებილწვა და ასწავლეს მათ გრძნეულება, შელოცვანი და ფესვებისა და მცენარეების ჭრა. და ისინი დაუსრულდნენ და შვეს დიდრონი გიგანტები, რომელთა სიმაღლე 3000 წრთა იყო. მათ შეჭამეს ადამიანთა მთელი ნაშრომი. ვიდრე ადამიანებმა ვეღარ შეძლეს მათი გამოკვება. მაშინ გიგანტები მიბრუნდნენ ადამიანების წინააღმდეგ, რათა შეეჭამათ ისინი. ამ ადამიანების ჭამა დაიწყეს, როცა მოსავარის უგადაჭამეს. დაიწყეს შეწოდება ფრინველთა, მხეცთა, ქვეწარმაოთა და თევზთა მიმართ და ერთმანეთის ხორცის ჭამა და სისხლის სმა. მაშინ დედამიწამ შესცვლა უჯრედთა გამო. აი წარღვნის მიზეზი რა იყო. და რა ის რომ ვიღაცა შეთი და კაინისა და იმის მოდგმა შეერინენ და ამის გამო ღმერთმა უწმინდურები დახოცა. არა. წარღვნის მიზეზი იყო ზუსტად ის რომ ამ საზიზღარმა არსებებმა, რომლებიც ნეფილიმები, ანუნაკელები, არამიელები, ყანაკელები და მთელი მოდგმა, საზიზღარი მოდგმა გავრცელდა შერევით, დაიწყეს ადამიანების ჭამა. არა მარტო ადამიანების, ცხოველების, ფრინველების და რაც კი არსებობს დედამიწაზე და სისხლით შეიღება დედამიწა. ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა რომ წარღვნა მოევლინდა, სხვანაირად არ გამოდიოდა რა. თავი მერვე. აზაზელმა ასწავლა ადამიანებს מחულების, სატევრების, ფარების და აბჯრების კეთება და გააცნო მათ ლითონები და მათი დამუშავება და სამაჯურები, სამკაულები, თვალების შეღებვა და ქუთუთოების გალამაზება. ყოველგვარი ძვირფასი ქვა და ყოველი ფერის აღებაო. და გამრავდა უღთოება და მათ იმრუშეს შეცდნენ და გაიყვნენ ყველა თავიანთ გზაზე. ამეზარაკმა ანუ არმაროსმა ასწავლა ყოველგვარი შელოცვა და ფესების ჭრა. კოკაბიელმა ვარსკვლავმივიწყალობა ანუ ასტროლოგია. ტამიელმა ვარსკვლავებზე დაკვირვება, ხოლო სახარიელმა მთვარის აღრიცხვა. და როდესაც ადამიანები იღუპებოდნენ, ღაღადებდნენ და მათი ხმა ზეცას მისწვდა. თავი მე-9. მაშინ გადმოიხედეს მიქაელმა და ურიელმა. რაფაელმა და გაბრიელმა ზეციდან და დაინახეს მრავალი სისხლი, რომელიც იღვრებოდა დედამიწაზე და ყოველივე უსამართლობა და ძალადობა რაც ხდებოდა დედამიწაზე. დაუთხრეს მათ ერთმანეთს, დედამიწა დაცარიელებული თავის მკვიდრთაგან ღაღადებს მათი ყვირილის ხმით ზეცის ბჭემდე. და ახლა თქვენს წინაშე ზეცის წმინდანო ჩივიან ადამიანთა სულები და ამბობენ, წარადგინეთ ჩვენი სამართალი უზენაესის წინაშე. დაუთხრეს მათ თავიანთ უფალს
მეფეს უფალო უფლებათა ღმერთო ღმერთთა მეფეთა მეფე შენი დიდების ტახტი არის ყოველი თაობისთვის საუკუნოდ და შენი სახელი წმინდაა და კურთხეული უკუნითი უკუნისამდე შენ შექმნილი ყოველივე და შენ გაქვს ხელმწიფება ყოველზე ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა შენს თვალწინ შენ ხედავ ყოველივეს და არაფერია შენგან დაფარული ნახე რა ჩაიდინა აზაზელმა როგორ ასწავლა ყოველივე უსამართლობა დედამიწაზე და გამოააშკარავა საუკუნო საიდუმლოებანი, რომელებიც ზეცაში სრულდებოდა და რომელთა ცოდნასაც ადამიანები ესწრაფოდნენ. და როგორ ასწავლა შემი აზამ, რომელსაც შენ მიეცი უფლება ყოფილიყო თავისი ამხანაგების წინამძღოლი. და მივიდრედ ისინი ადამიანთა ასულებთან, დედამიწაზე და დაწყნენ მათთან დედაკაცებთან ერთად და შეიგინნენ და გაუმჟღავნეს მათ ყოველგვარი ცოდვა. დედაკაცებმა შვეს გიგანტები, გოლიათები და მათ ამით მთელი დედამიწა აივსო სისხლით და უზამართლობით. და აჰა, ახლა ღაღადებენ გარდაცვლილთა სულები და ჩივიან ზეცის ბჭემდე, მათი კვნეს აღევლინება და მათ არ შეუძლიათ თავი დააღწიონ უსამართლობას, რომელიც ხდება დედამიწაზე. შენ კი იცი ყოველივე რა სანამ ეს მოხდებოდეს, შენ იცი ეს და მათ საქმეებსაც ხედავ, მაგრამ არაფერს გვეუბნები, თუ რა უნდა ვუყოთ მათ ამის გამო. თავი მეათე. მაშინ თქვა უზენაესმა, დიდმა და წმინდამ და წარგზავნა ურიელი ლამექის ძესთან ნოესთან და უთხრა მას. მიდი ნოესთან და უთხარი ჩემი სახელით, დაიმალე და გამოუცხადე მას აღსასრული, რომელიც ახლოვდება, რადგან მთელი დედამიწა უნდა დაიღუპოს. წარღვნა მოვა მთელს დედამიწაზე და გაანადგურებს ყველაფერს, რაც მასზეა. ახლა კი ასწავლე მას, როგორ გადარჩეს და როგორ გადარჩეს მისი შთამომავლობა მთელი დედამიწის მომავალი თაობებისთვის. და კვლავ უთხრა უფალმა რაფაელს. გააკოჭი აზაზელი ხელებით და ფეხებით და ჩააგდე კი ბნელში. გააკეთე ხვრელი უდაბნოში, რომელიც არის დუდაელში. და იქ ჩააგდე. დაადე მასზე უსწორმასწორო და ბასრი ქვები. დაახფარე იგი სიბნელით და დასახდეს იქ საუკუნოდ. დაუფარეს სახე, რათა ვერ იხილოს სინათლე. და დიდ სამსჯავროს დღემდე მას ჩააგდებენ ცეცხლის ალში. და განკურნე დედამიწა რომელიც შებრალეს ანგელოზებმა და აუწყე დედამიწის განკურნება, რათა განიკურნონ მათგან მიყენებული ჭრილობისგან და რათა არ დაიღუპონ ადამიანთა ძენი იმ საიდუმლოთა გამო, რომლებიც მათ მეთვალყურეებმა გაუმჟღავნეს და ასწავლეს თავიანთ შვილებს. და შეიბრალა მთელი დედამიწა აზაზელის საქმეების სწავლები და მას მიაწერეს ყოველი ცოდვა. აი თურმე რატო იძახიან კოსმეტიკა ბოროტეულიაო, აზაზელმა ასწავლა ხალხს სამკაულების დამზადება, თვალების შეღება, დანების ბეჭდა, ჭედვა, უსწავლებია კაცებისთვის. აზაზელის დამსახურება ყოფილა წარღვნა. ახლა რომ საუბრობ და განვიხილავთ, არ გვაკვირდებიან ან არ ესმით, ან ენერგია არ იგზავნება? კი, როგორ არის? გვაკვირდებიან რა, დადეს უკვე ტექსტი PDF-ზე, ხა ეს წიგნი უცხოელებისთვის გასაოცარი და რაღაცა ისეთი აღარ არის. ყველა კარგად იცის უკვე დაჟე მესამე ენოქსაც კითხულობენ. უბრალოდ ტექსტები არ არის ოფიციალურად გასაჯაროებული, თორე ბევრი არის. ხა აქ მეორე ენოქი რო წავიკითხე და გადავთარგმნე 375 წიგნია საუბარი ენოქის. წარმოგიდგენიათ რამდენი წიგნია დაწერილი. ჩვენ ვინ გაგვაგებინებს საერთოდ რეპს მალავენ. აი იქნება რა თქმა უნდა იქნება ბევრი წიგნები არის და ეს ახლა რო გასკდა ეს ინფორმაცია, პირველი მე ვიყავი 4 წლის უკან უყუროდი ენოქის წიგნი მეთქი ისიც ძალით დავაბეჭდინე, არ თარგმნიდა არავინ და თამარმა თარგმნა გერმანული და ნუ შინაარსი საუკეთესო, მაგალითად საუკეთესო შინაარსი ვერსად ვერ იშოვით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეთიოპიური ბიბლიის ენოქი აშკარად განსხვავდება ორიგინალი ქუმრან ებრაულ არამეული დამწერლობისგან და შინაარსობრივადაც და ტექსტუალურად, ანუ ეთიოპიურ ბიბლიიდან რაც თარგმნეს ებრაულიდან არის ბევრი შეცდომები. ნუ ამას ვაღიარებთ ახლა მე რო ვარ თქვა, შეგეძლიათ ახლა რო გამოვცემ წიგნს ებრაულად, გადახედოთ და ნახავთ რა შეცდომებიც არის. ტაუტოლოგიური, ფილოლოგიური შეცდომები არის დაშვებული, არ არის ეს არც გერმანელებისა და არც ქართველებისა. ეს არის ეთიოპიელების ბრალი, რომ არასწორად თარგმნეს ენოქის წიგნი მართლმადიდებლებმა. მართლმადიდებლურ იმაზე ვამბობ მე ეთიოპიელებს. ნუ მართლმადიდებლებმა რა აღარ დაამახინჯეს, ყველაფერი დაამახინჯეს ტექსტები. ბიბლიიდან დაწყებული ყველაფრიდან დამთავრებული. სადაც გიგანტები ეწერა ესაიას წიგნში მაგალითად, იქ ჩაწერეს აჩრდილნი. ფსალმუნებში სადაც ეწერა რეფაიმები, ანუ გოლიათები, ამათმა ჩაწერეს მკვდარნი განგადიდებენ 92 ფსალმუნია. აი ახლა მე ხო ებრაულად ვკითხულობ ფსალმუნებს და
ვეცნობი ებრაელს, სწავლობ ებრაელს. 92 პსალმონის მე-11 მუხლი არის. სადაც გიგანტები არის მოხსენებული, აი ორიგინალში. და ამაზე იძახიან ახლა, რომ ორიგინალი არ არის. აბა ახლა დავითი მე მგონი ქართველი არ ყოფილა არც ასომთავრულად არ კითხულობდა პსალმებს. ესე იგი, ნახე აქ როგორ წერია 92 პსალმოში. იმ რეფაიმ. ჰალამეთინ თასე ფელე იმ რეფაიმ იაკუმუ იოდუხოსელა განა გიგანტები წამოდგებიან და განგადიდებენ შენო 92 ხო აქ არის 97 პსალმია ქართულში შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ კიდევაც და წაიკითხოთ ნუ მე ხა ებრაულად თქვი და აი რეფაიმები ხა ვინც ესმის ებრაული თქვენ არიცით მაგრამ მე ვიცი და რეფაიმები წერია რეფაიმები არის თუნდაც ენოქისეული გიგანტები მე გულისხმობ კოსმოსში ზეცაში ღმერთებთან მაღალ ძალებთან არ მიდის პროტესტი თუ აი რაცაა ეს ჩვენი აქცენტები. კი, იმიტომ რომ ენოქის წიგნის მიხედვით ეპისტოლეებში წერია მეხუთე წიგნში რომ სად დაემალებით თქვენ ცოდვილნო თქვენსავე ჩადენილ სიტყვებს, გამოსულ პირიდან სიტყვებს, იმიტომ რომ ანგელოზები უფალი გამოიკითხავს ანგელოზებისგან და ანგელოზები გამოიკითხავენ კოსმოსიდან ანუ ზისგან, თვარისგან, ვარსკვლავებისგან, პლანეტებისგან, იუპიტერისგან, ვენერისგან, ყველაფერს გამოიკვლევენ. თქვენი ჩადენილი საუბრებს, ყველაფერი წერება ზეცაში. და ცხრილთან დაგიდებენ, აი ვინ იყავი, რა თქვი, ვის რეზე რა თქვი, როგორ შემოგეტირა და ყველაფერი განეხილება აი სამსჯავროზე. ასე რომ ნებისმიერ ჩვენ სიტყვას, ნებისმიერ ჩვენ ქმედებას, იმიტომ რომ თუ ჯერ არ გაიაზრი ისე ხარ ჩაიდენ დანაშაულს. ყველაფერი მოდის შენი ფიქრებით ხო, სანამ არ შეუშვებ თავში რაღაცას, იქამდე არ გააკეთებ, ჯერ უნდა დაიგეგმოს, მერე გააკეთო. აი ზუსტად ეგ არის კონტროლს აზროვნებას გართმევს ეშმაკე რელიგიით, ხო, რომ გინდა რომ გმართოს ახლა. როგორც კითხვას დასვა უკვე რელიგიიდან გადიხარ, უმართავი ხდები და საშიში ხდები შენ უკვე მართლმადიდებლობისთვის. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა დამყარებული არის დოგმატზე და კანონზე. ვსო, იმან თქვა, წმინდა მამა არ შეიძლება იმის გაპროტესტება. რატო როცა პირდაპირ ოქროპირი ეწინააღმდეგება ენოქის წიგნს ოქროპირი პირდაპირ უარყოფს რომ ანგელოზებს არ შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა სქესობრივ და არც გულეთების არსებობას არ ამტკიცებს და არ ეთანხმება იონე ოქროპირი და მართლმადიდებლობა კი იცავს ოქროპირს რომ აი ჩვენ ოქროპირი ყავს თავიდან ბოლომდე ერეს იერარქი იყო ეგ და მღვდლებს გმობდა და ამხედა მღვდლებს ოქროპირი არც მღვდლებს არ მოსწონდათ იმ ეპოქაში ну рато მოსონთ ოქროპირი მე ჩემამდე არ ვიცი, კაი მორალური ზნეობრივი ქადაგება აქვს, მაგრამ ეს არ არის ბიბლია პედაგოგიური წიგნი. ბიბლია არის მისტიური წიგნი. იქ არაფერი არ არის პედაგოგიური წიგნი. პედაგოგიკა და რაღაც ზნეობრივი მორალური კანონები არ არის ბიბლია. ბიბლია თავიდან ბოლომდე არის მისტიკა, ეზოთერიკა, კაბალა. სხვანაირად ბიბლია არ იშიფრება. ისტორიული მოვლენები არ არის იქ რეალური რაც ხდება ახლა. ერთი მიწა ვერ ნახეს არქეოლოგებმა, სადაც იერიქონი არის. იერიქონი არ არსებობდა დედამიწაზე. ესენი ყველაფერი არის კაბალა, მისტიციზმი არის. არ არის იქ რეალური არაფერი არ წერია. ამიტომ არის ხოლმე რომ დაბნებულები არიან კვლევარებიც, გერმანელი კრიტიკოსების, ბიბლიეისტები. ვერსად ვერ ნახეს ის ტერიტორიები, რაზეც მოსე მატარა ის 40 წელი. ყველაფერი არის სიმბოლიზმი. არაფერი არ არის მანდ რეალური. ну მოკლედ გავაგრძელოთ. და გაბრიელს უთხრა ღმერთმა, წადი უკანონოებზე, გარყვნილებს და მრუშობის შვილებს და გაანადგურე მრუშობის შვილები და მეთვალყურეთა შვილები ადამიანთაგან. გამოიყვანა ისინი და მიუსიე ერთმანეთს, რათა ომში ერთმანეთი დახოცონ, რადგან დღეთა ხანგრძლივობა მათ არ მიეცემათ. ანუ ამ დაბადებულმა გიგანტებმა ერთმანეთის დახოცვა და ომები დაიწყეს ბრძოლები. ერთმანეთში. ეს დაავალა გაბრიელს უფალმა. და ყოველი მათგანი გთხოვს შენ მოწყალებას, მაგრამ მათ მამებს არაფერი შეუსრულდებათ მათთვის. თუმცა კი იმედოვნებენ, რომ საუკუნოდ იცოცხლებენ და ყოველი მათგანი 500 წელს იცოცხლებს. მაშინ თუ იერიქონი არ არსებობდა, მოსეს არსებობა და ეგვიპტიდან ხალხის გამოხსნა როგორ იქნებოდა რეალური. იესო ნავეს ძემ ხომ დაანგრია იერიქონის კედლები. ხო, მაგრამ იერიქონი როგორც ისტორიული რეალობა ნაგებობა ვერსად ვერ ნახეს. მithometes პალესტინაში არ არსებობს. და თქვა ეს კიდევაც ერთ-ერთი რაბინი ლაპარაკობს ბოდიში მოუხდა საზოგადოებას რომ შეცდომა შეიყვანა სოფლიო. ვინც პირდაპირ გაიგოს ბიბლიური იერიქონი არ იქა ეტაკნენ და არანაირი იერიქონი არ არსებობს.
ერთი კენჭიც არ არსებობს მათ პალესტინაში იერუსალიმისა და იერიქონის არსებობას. ეხლა მე რომ გამოვეცი ხა მელქისედეკის ნიკოდემოსის სახარება იქ ყველაფერი მიწერი ახსნილი მაქვს დეტალურად ყველაფერი გაჩვენებ თქვენ ამ წიგნს აიც რო იცოდეთ აი ეს არის ნიკოდემოსის სახარება 428 გვერდიანი 428 გვერდიანი აქ ამან განხილვა ყველაფერი ნუ მოკლედ შედის აქ ქრისტეს გენეალოგიის საკითხი, თომას საბაუში სახარება, ესაის ამაღლება, პილატეს სიკვდილი, რომელიც იესოს ჯავრიდან ლათინური ენიდან თარგმნეთ. და დიალოგები მართლმადიდებლებთან ამ საკითხზე. საკმაოდ საინტერესო წიგნი არის. და ვისაც გექნებათ სურვილი, მე მომწერეთ და მოგაწვდით ვისაც უნდა შეძინა. ნუ მოკლედ ახლა გავაგრძელოთ. მართალია რომ ამბობენ იოანეს გამოცხადება არ არის იგივე იოანეს დაწერილი მაპატიად და მადლობა. იოანეს გამოცხადება, იოანეს დაწერილი არ არის რომ ამბობენ რაღაც კუთხით მართალია, იმიტომ რომ როდესაც დამწერის ვინაობა ნახეს, იქ წერია იოანე პრესვიტერი. იოანე პრესვიტერი, რომელიც იყო ტერტულიანეს მეგობარი. მეორე-მესამე საუკუნეს მიაწერენ გამოცხადების წიგნის დაწერის თარიღს. ისე საჯაროდ ოფიციალურად ბიბლიაში გამოცხადების წიგნი არ იყო შესული, არც ვატიკანის კოდექსში არ არის და ეგ ჩნდება უკვე მე-4 საუკუნის შემდეგში. გამოცხადების წიგნი რამოდენიმე ეკლესია დღესაც არ აღიარებს როგორც კანონიკურ წიგნად. თავიდან ბოლომდე დაფუძნებული არის უდადაც მეორე ენოქის აპოკალიფტურ ვერსიებზე, სადაც იქ და ესეა სამაღლება, სადაც იქ სამაელზე და მის უკეთურ ანგელოზებზეა საუბარი, რაც ბიბლიაში ხშირად არის პარალელები, თუნდაც ეგვიპტეში ყმების დახოცვა, ეს არ გაუკეთებია იესოს მამას, ან იესოს. ეს გააკეთა სამაელმა და მისმა უკეთურმა ანგელოზებმა, 77 სამოში პირდაპირ წერია. მამუკ, შენც გითხარით დღეს საუბრობთ ჩვენ მაგაზე, ხო? როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები და მოხოცა ყოველივე პირმშო ქამის ქვეყანაში. ეს სამაელი და მისი ანგელოზები არიან. ესაიას ამაღლებაში მე-7 თავში, მე-9 მუხში პირდაპირ წერია, რომ ყარზე, ანუ ცაზე, პირველ ცაზე არიან ზუსტადაც სამაელი და მისი უკეთური მხედრობა. შეგიძლიათ ახლა წავიკითხო და განახილოთ. აი ეს არის მე-7 თავი, აი ესაიას ამაღლება. დავედით მყარობაზე მე და იგი და ვიხილა იქ სამაელი და მისი მხედრობა და იყო იქ დიდი ბრძოლა და სატანის ანგელოზნი შეშურდათ ერთმანეთისა. და გამოცხადების მე-12 თავის მე-7 მუხლში აი ამ სამაელზე არის რომ მოხსენებული არის დიდ დრაკონად, ბრძენი გველი, რომელიც გადმოგდებული იქნა. და ატყდა ბრძოლა ზეცაშიო, დავარანგელოზი მიქაელი ებრძოდაო დიდ ურჩხულს დრაკონს და იმ ურჩხულის ანგელოზებსო. ურჩხულის ანგელოზები არიან ზუსტად სამაელი და მისი უკეთური ანგელოზები, რომლებმაც ყრბები ამოხოცეს ეგვიპტეში. იმიტომ რომ ვერ იპოვეს სხვა ადგილას ეძებდნენ და დღემდე ეძებენ. ხო, ეგეც არის არ არის გამორიცხული რომ არ არსებობდა, მაგრამ ფაქტიურად არავინ არ იცის სად უნდა ეძება. პალესტინაში ვარ არის ყველა მის. მოდი გავაგრძელოთ, ხო? ესე იგი მაგ კითხვას უპასუხეთ, გამოცხადების წიგნზე იყო საუბარი. გამოცხადების წიგნზე მე შემიძლია ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ეხლა არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის. თუ დამელოდებით, მაგ კომენტარში ჩავაგდებ. ახლა მკითხეთ ოფიციალურ წყაროებით, რომ გამოცხადების წიგნი არ არის ავთენტური, ანუ კანონიკური. უნდა ნახო ერთი წამი და კომენტარებში ჩავაგდო. ჯერ ეს მუხლი დავასრულო. ეს თავი და მე გავაგრძელე. დაუთხრა უფალმა მიქაელს, წადი დაუწყე სემიაზას და მის თანამზრახველებს, რომელიც შეეყარნენ დედაკაცებს, რადგან შეგინებული იყვნენ მათთან ერთად და მთელი თავიანთი უწმინდურებით. და როდესაც დაიხოცებიან, მათი შვილები იხილავენ თავიანთი სიყვარული არსებების დაღუპვას. შეკარი ისინი 70 თაობით დედამიწის ბორცვის ქვეშ. მათი სამსჯავროს და აღსასრულის დღემდე, სანამ არ ახსოვდება საუკუნო მსჯავრი. აი ტარტაროზის ის საიდან მოდის, ხედავ? ბორცვის ქვეშ, ან მთის ქვეშ არიან. შეკარი ისინიო.
იმ დღეებში და როდესაც დაიხოცებიან შტატიშვილები და იხილავენ თავიანთი საყვარელი არსებების დაყოფას, შეკარ ისინი 70 თაობით დედამიწის ბორცვის ქვეშ. მათი სამჯეროს და აღსასრული დღემდე სანამ არ აღსრულდება საუკუნო მჟავი. იმ დღეებში მათ წაასხამენ ცეცხლის სუბსკუში, სატანძოში და საპატიმროში, სადაც გამოკეტილნი იქნებიან საუკუნოდ. და ვინც მათთან ერთად დაისჯება და განადგურდება ამიერიდან მათთან ერთად იქნება შეკრული თაობების აღსასრულამდე და გაანადგურე გულისთქმის ყოველი სული და მეთვალყურეთა შვილები, რადგან მათ ჩაგრეს კაცობრიობა, აღმოფხვრე ყოველი სიბორო დედამიწის ზურგიდან და დაეგაქრეს ყოველი ბოროტი საქმე და გამოჩნდეს სიმართლისა და წრფელობის ნერგი და საქმე იქცევა კურთხევა და სიმართლე და წრფელობა დაირგვება სიხარულით საუკუნოდ და მაშინ გადარჩება ყველა მართალი და იცოცხლებენ იქამდე სანამ არ შობენ 1000 შვილს და მათი სიყმაწვილის და სიბერის ყოველი დღე მშვიდობით აღესრულება. და მთელი იგი არ უნდა იყოს პირდაპირ დავწერე მთელი დედამიწა დაირგვება ხეებით, დაივსება კურთხებით და ყოველი სანატრელი ხე დაირგვება მასზე და დაარგავენ მასზე ვენახებს და ვენახი რომელიც მასზე დაირგვება გამოიღებს ღვინოს უხვა და ყოველი თესლი რომელიც მასზე დაითესება ერთი საწყაო მოიტანს 1000 და ერთი საწყაო ზეთისხილი მოიტანს 10 საწნახელ ზეთს. შენ კი განწმინდა დედამიწა ყოველი ძალადობისგან და ყოველი უსამართლობისგან, ყოველი ცოდვისგან, ყოველი უწმინდურებისგან და ყოველი სიბილწისგან, რომელიც ხდება დედამიწაზე აღმოფხვრე ისინი დედამიწის ზურგიდან და ადამიანთა ყველა შვილი გახდება მართალი და ყოველი ხალხი თაყვანს მცემს მე, გამადიდებს და ყველანი თაყვანს მცემენ მე და დედამიწა განიწმინდება ყოველგვარი გახსნილებისაგან, ყოველი ცოდვისგან, ყოველი რისხვისა და ყოველი სატანჯულისგან და მე აღარ მოვავენ მასზე წარღვნას თაობიდან თაობამდე და უკუნისამდე. თავი მე-11. და იმ დღეებში გავხსნე კურთხევის საგანძურს, რომელიც ზეცაში, რათა გარდმომავლინო ისინი დედამიწაზე ადამიანთა შვილთა შრომასა და ნამუშევარზე. სიმართლე და მშვიდობა დამკვიდრდება ადამიანთა შვილებში მსოფლიოს ყველა დღეებში და დედამიწის ყველა თაობაში. თავი მე-12. ამ სიტყვებამდე ენოქი დამალული იყო და არც ერთმა ადამიანმა არ იცოდა სად იყო იგი, სად იმყოფებოდა და რა დაემართა მას. და მისი ყოველი საქმე მის დღეებში წმინდანებთან და მღვიძარეებთან, ანუ ანგელოზებთან, მეთვალყურეებთან იყო. და მე ენოქი ვაკურთხებდი დიდებულ უფალს და დიდების მეუფეს და აჰა, მღვიძარენი მომიხმობდნენ მე ენოქს წიგნობას და მითხრეს. ენოქ სიმართლის წიგნობა რო წადი და აუწყე ზეცის მღვიძარეთ, რომელთაც მიატოვეს უზენაესი ცა და წმინდა საუკუნო ადგილი და შეიგნენ დედაკაცებთან მოიქცნენ ისე როგორც იქცევიან ადამიანთა შვილები და მოიყვანეს ცოლები და დიდად გახსნეს დედამიწა. რომ არ ექნებათ მათ მშვიდობა და ცოდვათა მიტევება დედამიწაზე. და რადგანაც ისინი ხარობენ თავიანთი შვილებით, იხილავენ თავიანთი საყვარელი ადამიანების კვლელობას და თავიანთი შვილების დაღუპვაზე იკნესებენ და ილოცებენ უკუნისამდე, მაგრამ წყალობა და მშვიდობა არ იქნება მათთვის. ეხლა ვნახავ იმ გამოცხადებაზე სადღაც ქონდა გაგზავნილი და უნდა გადავამოწმო და ჩავაგდებ კომენტარებში. დამელოდეთ ცოტა ხანი. სად იყო აქამდე
ვერ მოვძებნე. სად იყო დამავიწყდა. მე რო ჩავაგდო კომენტარებში როცა მოვძებდი ამ პირაჩი მომწერე და პირაჩი გამოგიგზავნე. დიდი დრო უნდა ეხა ამის მოძებნას. გამოცხადების სიგნი არ იყო თავიდან შესული წმინდა წერილში. მოდი მეორე ვარიანტსაც ვნახავ. სად იყო სად წავიდე რა. მოკლედ მე მოძებნე მე ჩავაგდებ კარგი რა. დამელოდე ინგა და მე მოგწერ. თავი მე-13 წავიდა ენოქი და უთხრა აზაზეს არ გექნება მშვიდობა. ძიმე განაჩენი გამოვიდა შენს წინააღმდეგ რათა შეგბოჭონ. და არ გექნება მშვება და ვედრება იმ ძალადობის და ჩაგვრის გამო რომელიც ასწავლე და იმ ძალადობისა ჩაგვრისა და ცოდვის გამო რომელიც აჩვენე ადამიანებს. მაშინ წავედა ველაპარაკე მათ ყველას ერთად და მათ შეეშინდათ შიშმა და თრთოლვამ შეიპყრო ისინი. და მთხოვეს დამეწერა მათთვის ვედრების წერილი რათა ოუნ შენდობა და ამემაღლებინა მათი ვედრება ზეცის უფრის წინაშე, რადგან ამიერი და მათ აღარ ძალოს მასთან ლაპარაკი და არც თვალები ზეცისკენ აღპყრობა. თავიანთი ცოდების გამო რომელთა გამოც განისაჯნენ. და მე ჩავწერე მათი ვედრების ახსენებელი და ლოცვა მათ სულების და საქმეებისათვის, თითოეული მათგანი სიჯულთის გამო, რათა ხპოვონ შენდობა და სუგზილება. და წავედი და დავჯექი მარონის წყლებთან, დანის ქვეყანაში, რომელიც ხერმონის დასავლეთით მარჯვნივაა სამხრეთით და ვკითხულობდი მათი ვედრების სახსენებას, რათა სანამ არ ჩამეძინა. და აჰა, სიზმარი მეწვია და ხილვანი დამეცა თავს, ვიხილე რისხვის ხილვანი და მოისმა ხმა, რომელმაც მიბრძანა. ელაპარაკა ზეცის ძეთათვის და მემხილებინა ისინი. და როდესაც გამოვიღვიძე, მივედი მათთან, ისინი ყველანი ერთად სხედან და გლოვობენ აბელინაში, რომელიც ლიბანონსა და სენირს შორისაა და სახეები დაფარული აქვს. და ვუამბე მათ ყველა ის ხილვა, რომელიც ძილში ვიხილე და ვუთხარი მათ სიმართლის სიტყვები, რათა მემხილებინა ზეცის ღვიძარენი, ანუ ანგელოზები. თავი მე-14 წიგნის სიმართლის სიტყვების და გაფრთხილებისა ქვეყნიერების მღვიძარეთა მიმართ წმინისა და დიდებულის ბრძანებისამებრ იმ ხილვაში ვიხილე ჩემ ძილში ის, რასაც ახლა ვიტყვი ხორციელი ენითა და ჩემი სულით, რომელიც დიდებულმა მისცა ადამიანებს პირში სალაპარაკო და გულით გასაგებად. როგორც შექმნა და მისცა ადამიანს სიბრძნის სიტყვების გაგების უნარი, ისე მომიხმო მეც და დამავალა გავაფრთხილო ღვიძარენი და ზეცის შვილი, ანუ გავკიცხო. მეც დავწერე თქვენი ვედრება ჩემს ხილვაში, ასე მეჩვენე, რომ თქვენი ვედრება არ შეისმინება საუკუნო და თქვენზე გამოტანილია საბოლოო განაჩენი და არაფერი მოგეცემათ.
ამიერიდან ვეღარასოდეს ახლად ზეცაში და დედამიწაზე გამოვიდა ბრძანება თქვენი შებოჭვისა საუკუნო დღეებამდე. მანამდე კი იხილავთ თქვენი საყვარელი შვილების განადგურებას და არანაირი წილი არ გექნებათ მათში, რადგან ისინი თქვენს თვალწინ დაეცემიან מחვილით. და არ შეისმინება თქვენი ვედრება მათთვის და არც თქვენთვის, თუნდაც ტიროდეთ, ევედრებოდეთ და წარმოთქვამდეთ ყველა იმ სიტყვას, რომელიც ჩემს მიერ დაწერილი წიგნშია. და ხილვა ასე გაუმეცხადა. აჰა, ხილვაში ღრუბლებმა მომიხმეს და ნილსმა დამიძახა. ვარსკვლავთა სვლამ და ელვამ გამაჩქარეს და ამაფორიაქეს. და სულემმა ხილვაში ფრთები შემასხეს, ამიყვანეს და ზეცაში ამიტაცეს. და მივედი იქამდე, სანამ არ მიუახლოვდი სეტყვის ქვებით ნაგებ კედელს და გარს ერტყა მას ცეცხლოვანი ენები, რამაც შიშით ამავსო. შევედი ამ ცეცხლოვან ენებში და მიუახლოვდი დიდებულ სახლს, რომელიც კრისტალებით იყო ნაშენი. მისი კედლები გავდა კრისტალების მოზაიკას და მისი იატაკიც კრისტალებისგან იყო შექმნილი. მისი ჭერი ვარსკვლავთა სვლასა და ელვას მოგაგონებიათ, მათ შორის კი ცეცხლოვანი ქერუბინები მოძრაობდნენ, ხოლო მათი ზეცა წყალი იყო. გზნებარე ცეცხლი გარს შემოზღუდავდა კედლებს და მისი ჭენი ცეცხლით გიზგიზებდა. შევედი ამ სახლში, რომელიც ცეცხლივით ცხელი იყო და თოვლივით ცივი, და არანაირი სიცოცხლის სიტყვება არ მკვიდრობდა იქ. შიშმა მომიცვა და წერწოლამ შემიყრა. ვიყავი შეწწუნებული და აკანკალებული და დავეცი პირქვე და ვიხილე სხვა ხილვა. და აჰა, გადამეშალა სხვა სახლი პირველზე ბევრად უფრო დიდი, რომლის ყველა კარი ღია იყო ჩემს წინაშე და იგი მთლად ცეცხლის ალებისგან იყო ნაგები. იგი ყოველმხრივ ისეთი დიდებულებით, პატივითი და სიდიდით გამოირჩეოდა, რომ არ ძალმის თქვენთვის მისი დიდებულების და სიდიდის აღწერა. მისი იატაკიც თავად ცეცხლი იყო. მის ზემოთ კი ელვა და მოკაშკაშე ვარსკვლავები მიმოდიოდნენ და მისი ჭერიც მგზნებარე ცეცხლს წარმოადგენდა. მივაპყარი მზერა და ვიხილე იქ მაღალი ტახტი. მისი შესახედაობა ყინულისა და ბროლის მსგავსი იყო. მისი გარშემოწერილობა მზის ბრწყინვალებას გავდა და ისმოდა ქერუბინთა ხმები. ამ დიდებული ტახტის ქვაშხეთიდან მოედინებოდნენ მგზნებარე ცეცხლის მდინარეები, ისე რომ შეუძლებელი იყო იქით ხედვა. და თავად უზენაესი დიდება ბრძანდებოდა მასზე. მისი სამოსელი მზეზე უფრო ნათელი იყო და თოვლზე უფრო თეთრი. ვერც ერთი ანგელოზი ვერ ბედავდა შიგნით შესვლას და ვერც ერთი ხორციელი ვერ უძლებდა მისი სახის დიდებისა და უზომო სიდიდის ჭვრეტას. ცეცხლის ალი აკრავდა მას გარს და დიდი ცეცხლოვანი კედელი იდგა მის წინაშე, ისე რომ ვერავინ ირგვლივ მყოფთაგან ვერ უახლოვდებოდა მას. ბევრნი იდგნენ მის წინაშე, თუმცა მას არ სჭირდებოდა წმინდა მრჩევლები. და წმინდანები, რომლებიც მასთან ახლოს იმყოფებოდნენ, არ შეურდებოდნენ მას არც ღამით, არც დღისით და არც არასოდეს ტოვებდნენ მას. მე კი აქამდე პირქვე დამხობელი ვიყავი და ვთრთოლდი. მაშინ უფალმა თავისივე პირით მომიხმოდა მიბრძანა, მოდი აქ ენოქ და ისმინე ჩემი წმინდა ხმა. და ერთ-ერთმა წმინდამ გამომაღვიძა და მაიძულა ადგომა. მიმიყვანა კარამდე, მე კი თავი დაბლა მქონდა დახრილი. თავი მე-15. ისეთი ძლიერი ტექსტები არის, ცოტა ხანი უნდა შევისვენო. მრჩევლები და წმინდანები, რომლებიც მასთან ახლოს იმყოფებოდნენ, არ ჩაერთოს.
ეხლა გამოგიგზავნი პასუხს სადა ხარ ინგა და ნახე თუ მოვიდა. წესით უნდა მოვიდეს. აი ახლა ჩავაგდე კომენტარებში და ნახე ივანეს გამოცხადებაზე რა ინფორმაციაც აქვს. კაი, მოკლედ გავაგზავნოთ ჩვენ თავი მე-15. განაჩენი დაცემულ ანგელოზებს. მან მიპასუხა და მითხრა და მესმოდა მისი ხმა. ნუ გეშინია ენოქ, მართალო კაცო. და სიმართლის მწიგნობა რომ მოვედი აქ და ისმინე ჩემი ხმა. წადი და უთხარი ზეცის მღვიძარეთ ანგელოზებს, რომელთაც გამოგგზავნეს მათთვის შუამდგომლობის სათხოვნელად, თქვენ უნდა გეთხოვათ ადამიანებისთვის და არა ადამიანებს თქვენთვის. რატომ იატოვეთ უზენა ესი წმინდა და მარადიული ზეცა და შეიბილწეთ დედაკაცებთან და შეერთეთ ადამიანთა ასულები და მოიქეცით ისე როგორც მიწის შვილები იქცევიან და 7 გოლიათი გიგანტი ნაშრობები თქვენ იყავით სულიერნი წმინდანი საუკუნო სიცოცხლის ფლობელნი, მაგრამ შეიგინეთ დედაკაცთა სისხლით და 7 შვილები ხორცის სისხლით და წარმავალი სისხლით ადამიანის მსგავსად. და ხორცის და სისხლის საქმეები მსგავსია ამ მოკვდავთა და წარწმენილთა ანუ დაღუპულთა საქმეებისა. ამიტომაც მივეცი მათ ცოლები, რათა დააფეხმძიმონ ისინი და მათ მიერ შვან შვილები, რათა არაფერი მოისპოს და არ განადგურდეს დედამიწაზე. ხოლო თქვენ თავდაპირველად იყავით უკვდავის სულისანი, მარადიული სიცოცხლის მქონენი და უკვდავნი ქვეყნიერების ყველა თაობისთვის. ამის გამო მე არ განგიწესეთ თქვენ ცოლები, რადგან ცის სულთა სამკვიდრებელი ცაშია. ახალ გიგანტები, ანუ გმირები, რომლებიც იშმენ სულის და ხორცისაგან ბოროტ სულებად იწოდებიან დედამიწაზე და დედამიწაზევე იქნება მათი სამკვიდრებელი. ბოროტი სულები გამოვიდნენ მათი სხეულებიდან, რადგან ისინი ადამიანებისგან იშმნენ და წმინდა ხიზელთაგან, ანგელოზთაგან არის მათი დასაბამი და პირველი ფესვი, ამიტომაც იწოდებიან ისინი ბოროტ სულებად. ცის სულთა სამკვიდრებელი ცაში იქნება, ხოლო დედამიწის სულებისა, რომლებიც დედამიწაზე იშმნენ, დედამიწაზევე იქნება მათი სამკვიდრებელი. გიგანტთა სულები, ანუ ძლიერნი, გიბორ, საკრობენ, ღუპავენ თავს ესხმიან, სჩადიან ბოროტებას და ნგრევას დედამიწაზე და მოაქვთ გლოვა. ისინი არ ჭამენ საჭმელს, არამედ შიათ და სყურიათ და დაბრკოლება მოაქვთ. და ეს სულები აღსდგებიან ადამიანთა ძეების, ქალების წინამ, რადგანაც მათგან გამოვიდნენ ისინი. 34. ეს არის ყველაზე ერთ-ერთი მისტიური და დაფარული ადგილი, რომელიც ხსნის დემონების, ბოროტი სულების ბუნებასა და მათ შიმშილს. მატერიალური სხეულის გარეშე დარჩენილი ინსტინქტები, გიგანტები ანუ ნეფილიმები ხომ ნახევრად ანგელოზები იყვნენ, ნახევრად ადამიანები. როდესაც მათ ფიზიკური სხეულები წაუყენან და ამბობმა განადგურა, მათი სულები, რომლებიც მიწიერი ქალებისგან ხორცისგან იშმნენ, ვერ დაბრუნდნენ ზეცაში, რადგან ისინი დედამიწაზე როგორც უსხეულო სხეულები დარჩნენ, უსხეულო სულები. საიდან მოდის მათი აგრესია ადამიანებს? ტექსტი ამბობს, რომ ისინი არ ჭამენ, მაგრამ რომ ისინი ტექსტი ამბობს, რომ მათ არ ჭამენ, მაგრამ სყურიათ. მათ არ ჭამენ, ეს არა, ნახე როგორ არის. რომ ისინი არ ჭამენ საჭმელს, არამედ შიათ. ისინი არ ჭამენ საჭმელს, არამედ სყურიათ. ებრაულად იცმეო ავალ ეხოლუ ლო. ესე იგი ნახე, არამედ შიათ, არა ესე უნდა იყოს, არამედ შიათ, არა. ისინი არ ჭამენ საჭმელს და სყურიათ და დაბრკოლება მოაქვთ. ესეა სწორი. ხო, ეს გამოცხადების შესახებ რაც ინფორმაცია არის, მოკლედ მოვიძიე ყველანაირი ნაშრომი, რაზეც არის საუბარი. ვატიკანის კოდექსში არ არის გამოცხადების წიგნი. გამოცხადების წიგნი თავიდან ბოლომდე არის ებრაული მისტიკა, ენოქის მეორე წიგნიდან აღებული. ბევრი პარალელები არის და ესე სამაღლები.
ეს რო ასაჯაროებდა უკვე იმ დაფარული წიგნების გამოაშკარავებას, გამოცხადების წიგნი უკვე ეკლესია ამაზე არ ლაპარაკობს. ასე ღიად გამოცხადების წიგნზე არ ასაუბრობენ. გავაგზავნოთ ხო თავი მე-16. კვლის გრევისა და გიგანტთა სიკვდილის დღეებიდან, როდესაც სულები გამოვლენ, მათი ხორციელი სულებიდან, ანუ ნაფშოთ არის სულები ებრაულად და მოიტანენ განადგურებას სიმართლის გარეშე. ასე გაანადგურებენ ისინი უკანასკნელ დღემდე, დიდ სამსჯავრომდე, როდესაც დასრულდება დიდი სამყარო. ფხიზდებდნენ და ყველა უხთოსთან ერთად. ახლა კი ფხიზდებს, რომლებიც გამოგზავნილნი იყვნენ მათთვის შესავედრებლად და რომლებიც მანამდე ცაში იყვნენ, უთხარი მათ, ან ფხიზელნი, მეთვალყურენი და დარაჯნი, ეს ერთი ტერმინები არის, ებრაულში უფრო ფხიზელნი, ანუ ღვიძლენი ეწოდებათ. დაცებულ ანგელოზებს. თქვენ ცაში იყავით, მაგრამ ყველა საიდუმლო ჯერ კიდევ არ იყო თქვენთვის განცხადებული. მხოლოდ მცირედი გაუწყეთ თქვენ და ეს თქვენი გულის სიბოროტით დაუწყეთ ქალებს და ამ საიდუმლოებით ქალები და კაცები ბოროტებას ჩადიან დედამიწაზე. უთხარი მათ, არ არის მშვიდობა თქვენთვის. თავი მე-17. წამიძღნენ და მიმიყვანეს ერთ ადგილას, სადაც მყოფნი ცეცხლოვან ალს გვანან და როცა მოესურვებენ, ადამიანთა სახით ვლინდებიან. აი სად ჩანს, რომ ანგელოზები ადამიანების სახეს იღებენ და მოდიან დედამიწაზე. და ეს მართლმადიდებლები იძახიან, რომ არა, ანგელოზები ადამიანების სახით დედამიწაზე არ მოდიან. ისინი უფორმო და უსხეულებები არიან. უხილავნიო. როგორც ჩანს, ესე არ არის. აბა სოდომ გომორაში ორი ანგელოზი რომ მივიდეთ დასაჭირად, რატო უთხრეს ლოტს გამოიყვანეს კაცები შენთან რომ მოვიდნენ რომ შევიცნოთო. თუ ანგელოზები ადამიანების ფორმით არ გადაისახებიან და უხილავნი არიან. აბრაამთან ვინ მივიდნენ აბა? დავიხილავ ნათობთა და ქოხილის ადგილი და მიმიყვანეს ქარიშლის ადგილი და მასთან თასთან რომლის მწვერვალი ცას წვდებოდა. დავიხილავ ნათობთა და ქოხილის ადგილი და ველის კიდეზე ცეცხლის მშვილდი, ისრები და მათი კაპარჭი და ცეცხლოვანი მახვილი და ყველა ელვა. ანუ ის იმპერიული მშვილდი რო არის, ის გიბერიონის მშვილდი, ეგეთი რაღაცა იხილა. და წამიყვანეს წყლის მდინარეებთან და დასავლეთის ცეცხლთან, რომელიც იღებს მზის ყოველ ჩასვლას. და მივედი ცეცხლის მდინარესთან, სადაც ცეცხლი მიედინება წყალებით და ჩაედინება დიდ ზღვაში, დასავლეთის მხარეს. დავიხილე დიდებული მდინარეები და მივაღწია დიდ ბნელეთს და მივედი იმ ადგილას, სადაც ვერცერთი ხორციელი ვერ დადის. ვიხილე ბნელეთის მთები და ადგილი, სადაც ზამთრის ყველა წყალი მოედინება და ვიხილე დედამიწის ყველა მდინარის შესართავი და უფსკურის პირი. თავი მე-18. ვიხილე ყველა ქარის საცავები და ვიხილე როგორ განამშვენა მათით მთელი შემოქმედება და დედამიწის საძირკველი. და ვიხილე დედამიწის კუთხის ქვა და ვიხილე 4 ქარი, რომელთაც უპყრია დედამიწა და ცის მყარი. და ვიხილე ქარები, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ცის თაღზე და დგანან ცასა და დედამიწას შორის და ისინი არიან ცის სვეტები. ვიხილე ქარები, რომლებიც ატრიალებენ ცას და აიძულებენ მზის დისკოსა და ყველა ვარსკვლავს ჩასვლას. ვიხილე დედამიწის ქარები, რომელთაც მიაქვთ ღრუბლები. ვიხილე ანგელოზთა ბილიკები და ვიხილე დედამიწის კიდეზე ცის მყარი ზემოდან. და წავედი სამხრეთისაკენ და ვიხილე ადგილი, რომელიც იწოდა დღისით და ღამით, სადაც იყო 7 მთა დიდებული ქვებისაგან, 3 აღმოსავლეთის მხარე და 3 სამხრეთის მხარეს. და იმ ფერადი ქვებიდან აღმოსავლეთის მხარეს მყოფთაგან ერთი იყო მარგალიტის, ან ფირუზის, ერთი იასპის და ერთი წითელი ქვა, კარბუნკული არის ებრაული, კარბუნკული. მათ შორის მყოფი აღწევდა ცამდე, როგორც უფლის საყდარი, რომელიც იყო ანტიმონიუმის ქვისგან, ხოლო საყდრის თავი საფირონისაგან. და ვიხილე მგზნებარე ცეცხლი ყველა იმ მთაზე და იქ ვიხილე ადგილი დიდი დედამიწის გადასავალი, სადაც წყლები შეკრებილი იყო. და ვიხილე ღრმა უფსკური ცის ცეცხლოვანი სვეტები და მათ შორის ვიხილე ცეცხლის სვეტები, რომლებიც ეშვებოდნენ და არ ჰქონდათ საზომი არც სიმაღლეში და არც სიღრმეში. და იმ უფსკურს მიღმა ვიხილე ადგილი, რომლის ზემოთაც არ იყო ცის მყარი და არც მიწის საძირკველი. მის ქვეშ არც წყალი იყო მასე და არც ფრინველი, არამედ იყო უდაბური და საშინელი ადგილი. იქ ვიხილე 7 ვარსკვლავი, დიდი მთებსავით ცეცხლით მომძირალი. და როდესაც ვიკვლევდი მათ, ანგელოზმა მითხრა: ეს ადგილი არის ცისა და დედამიწის დასასრული, ეს არის საპყრობილე ცის ვარსკვლავთა და ციურ მხედრობათათვის. და ვარსკვლავები, რომლებიც ცეცხლში გორავენ, არიან ისინი, რომელთაც დაარღვიეს უფლის მცდება მათი ამოსვლის დასაწყისში, რადგან არ მოვიდნენ თავის დასთქმულ დროს. და განრისხდა მათზე უფალი და შეკრა ისინი 10,000 წლით იმ დრომდე, სანამ არ დასრულდება მათი ცოდვის ჟამი.
თავი მე-19 დამითხრა მე ურიელმა აქ იდგებიან ის ანგელოზები, რომლებიც შეუღლდნენ დედაკაცებთან მათმა სულებმა მრავალი სხვადასხვა სახე მიიღო, რათა შეებილწათ ადამიანები და ეცდუნებინათ ისინი, რათა მსხვერპლი შეეწიათ დემონებისთვის, როგორც ღმერთებისთვის. აქ იდგებიან ისინი დიდ სამსჯავროდ დღემდე, როდესაც განეკითხებიან თავისი საბოლოო განადგურებამდე. ხოლო იმ ანგელოზთა ცოლები, რომლებიც შეცდნენ სირენოზებად, ანუ ქალთებზებად იქცევიანო. გალობელ არსებებად, ანუ ქალთებზების უწოდებს აქ. მე ხანოქმა ხის წავში ენოქმა. მარტომ ვიხილა ეს ხილვა ყოველივე დასასრული და არცეთ ადამიანს არ უხილავს ისე, როგორც მე ვიხილე. თავი მეოცე, თავარანგელოზთა სახელები და მოვალეობები. და ესაა სახელები წმინდა ანგელოზთა, რომელნიც მეთვალყურეობენ. ურიელი ერთი წმინდა ანგელოზთაგანი, რომელიც განაგებს სამყაროს და ტარტაროს, ანუ შეურს, შავეთს. მეორე რაფაელი, ურიელი ეს უბრალოდ მეორე არის რაფაელი ერთი წმინდა ანგელოზთაგანი, რომელიც განაგებს ადამიანთა სულებს. რაგუელი ერთი წმინდა ანგელოზთაგანი, რომელიც შურს იძიებს ნათობთა სამყაროზე. მიქაელი ერთი წმინდა ანგელოზთაგანი, რომელიც დადგენილია ადამიანთა საუკეთესო ნაწილზე და ერზე, ანუ ისრაელზე. სარიელი ერთი წმინდა ანგელოზთაგანი, რომელიც განაგებს იმ სულებს, რომელიც ცოდავენ სულით. გაბრიელი ერთი წმინდა ანგელოზთაგანი, რომელიც განაგებს ედემის ბაღს, ამოთხეს. ურჩხულებს, ანუ დრაკონებსა და ქერუბიმებს. მერვე ეს არის მე-7 ხო რემიელი ერთი წმინდა ანგელოზთაგანი, რომელიც ღმერთმა დაადგინა მკვეთრით აღმდგართა ან აჯანყებულთა ზედამხედველად. თავი 21. და მივედი იმ ადგილამდე, სადაც არაფერი იყო გაკეთებული. და ვიხილე იქ საშინელი რამ, არც ცა იყო ზემოთ და არც მიწა მყარი ქვემოთ. არამედ ქაოტური და საშინელი ადგილი. და იქ ვიხილეთ სის 7 ვარსკვლავი ერთად შეკრული, რომლებიც დიდ მთებსა და ცეცხლს გავდნენ. მაშინ თქვი, რა ცოდვისთვის არიან ისინი შეკრული და რატომ გადმოაგდეს აქ? და მითხრა ურიელმა, ერთ-ერთმა წმინდა ანგელოზთაგანმა, რომელიც ჩემთან იყო და წინ მიწყდა. ხანოხ, ეს ებრაულად არის ხანოხ, ენოქ რისთვის კითხულობდა, რისთვის ეძებ ჭეშმარიტებას? ესენი არიან ის ვარსკვლავები, რომლებმაც დაარღვიეს უფლის მცნება და ისინი აქ იქნებიან შეკრული, მანამ სანამ არ დასრულდება მათი წოდების 10,000 წელი. და იქიდან წავედი სხვა ადგილას, რომელიც კიდევ უფრო საშინელი იყო, ვიდრე წინა. და ვიხილე იქ საშინელი რამ, დიდი ცეცხლი, რომელიც იწოდა და გიზგიზებდა და იმ ადგილს ჰქონდა ნაპრალი უფსკრულამდე. სავსე ცეცხლის დიდი სვეტებით, რომლებიც დაბლა ეშვებოდნენ. და ვერ შევძელი ვერც მისი ზომის და ვერც მისი სიფართოვის დანახვა და ვერც მისი საზღვრის დადგენა. მაშინ თქვი, რა საშინელია ეს ადგილი და რა ძნელია მასზე მზერა. მაშინ მიპასუხა ურიელმა, ერთ-ერთმა წმინდა ანგელოზთაგანმა, რომელიც ჩემთან იყო. და მითხრა, ენოქ, რატომ შეგეშინდა ასე ამ საშინელი ადგილისა და ამ ტანჯვის გამო? და მითხრა, ეს ადგილი არის ანგელოზთა საპყრობილე და იქ იქნებიან ისინი გამომწყდეული უკუნისამდე. ვიღაცა მომწერა, მოიწონა ხო? ხო, გავაგრძელოთ. თავი 22. იქიდან წავედი სხვა ადგილას და მან მიჩვენა დასავლეთით დიდი და მაღალი მთა და მყარი კლდე. და იყო 4 ღრუ, ცარიელი ადგილი, შიგნით და ღრმა, განიერი და ძალიან გლუვი. 3 მათგანი იყო ბნელი და 1 ნათელი და მის შუაგულში იყო წყლის წყარო. და ვთქვი, რა გლუვია ეს ადგილები და რა ღრმაა და ბნელია დასანახად. მაშინ მიპასუხა რაფაელმა, ერთ-ერთმა წმინდა ანგელოზთაგანმა, რომელიც ჩემთან იყო და მითხრა, ეს ლამაზი ადგილები იმისთვისაა, რომ მათში შეიკრიბონ სულები, ადამიანთა შვილთა სულები, ამისთვის შეიქმნა ეს ადგილები, რათა აქ შეიკრიბოს ადამიანთა ყველა სულის სამსჯავროდ დღემდე. და ეს ადგილები დამზადებულია მათ დასატოვებლად, მანამ სანამ არ დადგება მათი განკითხვის დღე და დანიშნული დრო და დიდი სამსჯავრომდე, რომელიც მათზე აღესრულება. და ვიხილ ადამიანთა შვილთა სულები, რომლებიც გარდაცვლილნი იყვნენ და აჰა, მათი ხმა სწლდება ზეცას და ეს არის გლოვარე ხმა. და ვკითხე რაფაელ ანგელოზს,
რომელიც ჩემთან იყო და უთხარი მას, ვისია ეს სული, რომლის ხმაც ასე მაღლა აღწევს და გოდებს? მიპასუხა მან და მითხრა, ეს არის სული, რომელიც გამოვიდა აბელისაგან, რომელიც მოკლა მისმა ძმამ კაენმა. და ის გოდებს მასზე, სანამ მისი შთამომავლობა არ აღიგვება დედამიწის ზურგიდან და მისი მოდგმა არ განადგურდება ადამიანთა შორის. მაშინ მკითხე მას სამსჯავროს ადგილების შესახებ, რატომ არის ისინი გამოყოფილი ერთმანეთისგან? მიპასუხა მან და მითხრა, ეხლა ჯოჯოხეთის აღწერა. ეს სამი ნაწილი შეიქმნა მკვდართა სულების გასამიჯნად, რათა განცალკევდნენ მართალთა სულები და მათთვის არის ეს სინათლისა და წყლის წყარო. ასევეა განკუთვნილი ცოდვილთათვის, როდესაც ისინი კვდებიან და მიწაში იმარხებიან და მათ სიცოცხლეში მათზე სასამართლო არ აღსრულებულა. აქ გამოიყოფა მათი სულები. ამ დიდ ტანჯვაში, დიდ სამსჯავროს დღემდე და სასჯელსა და ტანჯვაში იმათთვის, ვინც წყეულია საუკუნო და სამაგიეროს მიგებაში, მათი სულებისთვის. აქ დააბამს იგი მათ საუკუნოდ. და რათა გამოეყოს იმ ადამიანთა სულები, რომლებიც შივიან და ამხელენ თავიანთ დაღუპვას, როდესაც ისინი მოკლული იქნენ ცოდვილთა დღეებში. ასევეა განკუთვნილი იმ ადამიანთა სულებისათვის, რომლებიც არ იყვნენ მართალნი, არამედ იყვნენ სრულიად ცოდვინი და მათნაირი ბოროტმოქმედებთან ერთად იყვნენ ამ ხანაგობაში. მაგრამ მათი სულები არ მოიკვეთება სასჯელის დღეს და აქედან აღარ აღდგებიან. არ აღორძინდებიან. მაშინ ვაკურთხე დიდების უფალი და ვთქვი, კურთხეულ არს ჩემი უფალი, სიმართლის უფალი, რომელიც მეფობს საუკუნოდ. ანუ ზოგიერთი სულები აღდგებიან და ზოგიერთი სულები აღარ აღდგებიან. ანუ ზოგიერთი სულები მოიკვეთება სასჯელის დღესო, ზოგიერთი სულები არ მოიკვეთება. ანუ ყველა სული არ კვდება. ყველა სული არ კვდება. 23 თავი. იქიდან წავედი სხვა ადგილას დედამიწის დასავლეთ კიდეში და ვიხილე მგზნებარი ცეცხლი, რომელიც მიედინებოდა და არ წყვეტდა სვლას არც დღისით არც ღამით, არამედ მუდამ ერთნაირად გიზგიზებდა. ვკითხე და ვთქვი, რა არის ეს ცეცხლი, რომელიც არ ისვენებს? ამხელა წვიმა წამოვია, ეს რა? ხელა ხმა. მიპასუხა რაგუელმა ერთ-ერთმა წმინდა ანგელოსთაგანმა, რომელიც ჩემთან იყო და მითხრა, ეს ცეცხლი, რომელიც დასავლეთისაკენ მიედინება და რომელსაც ხედავ, არის ციური ნათობების ცეცხლი. თავი 24. იქიდან წავედი დედამიწის სხვა ადგილას და მან მიჩვენა ცეცხლოვანი მთების ქედი, რომელიც დღისით და ღამით გიზგიზებდა და მივედი მის მახლობლად და ვიხილე 7 დიდებული მთა. განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ქვები დიდებული და მშვენიერი და ყოველი მათგანი დიდებულია თავისი დიდებული გარეგნობით. 3 მათგანი აღმოსავლეთის მხარესაა ერთმანეთზე დაყრდნობილი და 3 სამხრეთის მხარეს ერთმანეთზე დაყრდნობილი. ხეობები კი ღრმა და კლდოვანია და ერთმანეთს არ უახლოვდება. ხოლო მეშვიდე მთა მათ შორის ყველაზე მაღალია და სამეფო ტახტს გავს, მას კი გარშემო სურნელოვანი ხეები აკრავს. მათ შორის არის ერთი ხე, რომლის მსგავსი სურნელიც არასოდეს მიგრძნია. არც ერთი სხვა ხე არ გავდა მას, მისი სურნელი ყოველგვარ ბალზამზე უკეთესია, მისი ფოთლები, ყვავილები და მერქანი არასოდეს ჭკნება, ხოლო ნაყოფი მშვენიერია და ფინიკს გავს. მაშინ თქვი, რა მშვენიერია ეს ხე, რა საამურია მისი გარეგნობა, მისი ფოთლები. მშვენიერია და ყვავილი სანახავად მეტად ნაზი. მაშინ მომიგო მიქაელმა ერთ-ერთმა წმინდა და დიდებულმა ანგელოსთაგან, რომელიც ჩემთან იყო და მათ წინამძღოლობდა. და მითხრა მე, თავი 25. ენოკ, რად მეკითხები ამ ხის შესახებ და რად გსურს მისი შეცნობა? მე უპასუხე და უთხარი, მე ენოქს სურს ყველაფრის გაგება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ხის შესახებ. მან მომიგო და მითხრა, ეს მაღალი მთა, რომელიც იხილე და რომლის მწვერვალიც ღვთის ტახტს გავს, არის მისი ტახტი, რომელზეც დაბრძანდება წმინდა და დიდებული, დიდების უფალი. საუკუნო მეფე, როდესაც მოვა დედამიწის მოსახილველად სიკეთით, ხოლო ამ სურნელოვან ხეს ვერავინ შეეხება განკითხვის დიდ დღემდე, როდესაც ყველაფერი შურისძიებით აღსრულდება და ყველაფერი სამუდამოდ დასრულდება. მაშინ იგი მიეცემათ მართალ და თავდაბალ. მისი ნაყოფისგან სიცოცხლე მიეცემათ რჩეულით, იგი გადაირგვება ჩრდილოეთით წმინდა ადგილას საუკუნო მეფის უფლის სახლისაკენ. მაშინ ისინი დიდი სიხარულით გაიხარებენ და შევლენ წმინდა ადგილას. მისი სურნელი შეაღწევს მათ ძვლებში და ისინი დიდხანს იცოცხლებენ დედამიწაზე. ისევე როგორც შენი მამები ცხოვრობდნენ და მათ დღეებში არავითარი მწუხარება, ტკივილი, შრომა და უბედურება არ შეეხება მათ.
მაშინ ვადიდე დიდების ღმერთი საუკუნო მეფე, რომელმაც გაუმზადა ყოველივე ეს მართალ ადამიანებს, შექმნა ისინი და აღუთქვა მათი მიცემა. თავი 26-ე. და წავედი იქიდან დედამიწის ჭიპისაკენ, ანუ ცენტრისაკენ. ჭიპი არ უნდა იყოს, ხო, ჭიპი რა არის? დედამიწის ცენტრისაკენ. და ვიხილე კურთხეული ადგილი, სადაც ხეები იყო დარგული, რომელთა ტოვებიც ამოდიოდა ღრმა ხეობიდან და იქ ვიხილე წმინდა მთა და მის ქვეშ, მისგან აღმოსავლეთ იყო წყალი, რომელიც მიედინებოდა სამხრეთისაკენ. და ვიხილე აღმოსავლეთით კიდევ ერთი მთა, რომელიც მასზე მაღალი იყო და მათ შორის იყო ღრმა და ვიწრო ხეობა, ხევში, რომელშიც არ იყო წყალი. და დასავლეთით ვიხილე სხვა მთა, რომელიც ამ მთაზე დაბალი იყო და მათ შორის იყო ღრმა და მშრალი ხეობა და კიდევ ერთი ღრმა ხეობა იყო სამივე მთის კიდეზე. და ყველა ხეობა იყო ღრმა და ვიწრო, მაგრამ მაგარი კლდეებისგან შემდგარი და მათზე ხეები არ იყო დარგული. და მიკვირდა კლდეებისა და მიკვირდა ხეობისა, საოცრად მიკვირდა. თავი 27-ე. მაშინ თქვი, ისთვისაა ეს დალოცული ქვეყანა, რომელიც სავსეა ხეებით და ეს დაწყებული ხეობა მათ შორის. მაშინ მიპასუხა ურიელმა ერთ-ერთმა წმინდა ანგელოსთაგანმა, რომელიც ჩემთან იყო და მითხრა, ეს დაწყებული ხეობა მათთვისაა, ვინც სამუდამოდ დაწყებელია. აქ შეიკრიბება ყველა, ვინც თავისი ბაგეებით ლაპარაკობს უფლის წინააღმდეგ უღირს სიტყვებს და მის დიდებაზე სასტიკად მეტყველებს. აქ შეკრებება და აქ იქნება მათი სასჯელის ადგილი. უკანასკნელ დღეებში იქნება მათთვის სამართლიანი განკითხვის სანახაობა და მართათა წინაშე უკუნისადმი. აქ მოწყალნი ადიდებენ დიდების უფალს, საუკუნო მეფეს. და მათი სასჯელის დღეებში ისინი აკურთხებენ მას იმ წყალობისთვის, რომელიც მან არ გუნა მათ. მაშინ ვადიდე დიდების უფალი და მას მივმართე და უმღერე მის დიდებულების შესაფერის იქება. თავი 22-ე. და იქიდან წავედი აღმოსავლეთით უდაბნოს მთებს შორის და ვიხილე უდაბნო და ის იყო განმარტოებული სავსე ხეებითა და თესლებით. და ზემოდან გადმოდიოდა წყალი. როგორც ჩქარი მდინარე, რომელიც მიედინებოდა ჩრდილოეთით და დასავლეთით, მიჰქონდა წყალი და სამი და ნამი ყოველი მხრიდან. თავი 29. და იქიდან წავედი სხვა ადგილას უდაბნოში და მივახლოვდი ამ მთის აღმოსავლეთით მდებარე მხარეს. და იქ ვიხილე არომატული ხეები, რომლებიც აფრქვევდნენ გუნდრუკის და მურის სურნელს და ხეები, რომლებიც გავდნენ დარიჩინის ხეებს. თავი 30. და მათ ზემოთ აღმოსავლეთ მთაზე არც ისე შორს დავინახე კიდევ ერთი ადგილი წყლით სავსე ხევი, რომელიც არასოდეს დაშლება. და ვიხილე მშვენიერი ხე, რომელიც წააგავდა ფისის მომცემ ხეს. და ამ ხეების კიდეებთან ვიხილე სურნელოვანი დარიჩინი და ამის შემდეგ მივახლოვდი აღმოსავლეთს. თავი 31. ვიხილე სხვა მთები და მათ შორის იყო ხეები და მათგან გადმოდიოდა ნექტარი, რომელსაც ქვია სარაცენი და მური. და ამ მთების მიღმა ვიხილე სხვა მთა აღმოსავლეთით დედამიწის კიდეებზე, სადაც ყველა ხე სავსე იყო ნუშისებრი ნაყოფი და იყო მყარი. და როდესაც ვინმე იღებდა ამ ნაყოფს, ის ყოველგვარ სურნელებაზე უმჯობესი იყო. თავი 32. და ამ სურნელებათა მიღმა, როდესაც გადავხედე ჩრდილოეთისაკენ მთების ზემოდან, ვიხილე 7 მთა, სავსე ძვირფასი ნარდით, სურნელოვანი ხეებით, დარიჩინითა და კაკაოთი. და იქიდან წავედი ამ მთების მწვერვალებზე დედამიწის აღმოსავლეთით და გადავიარე ერიტრეის ზღვა და შორს წავედი მისგან და გადავიარე ანგელოს ზეოტელის მიღმა. და მივედი სიმართლის ბაღში, ედემის ბაღში. და ვიხილე ამ ხეებს მიღმა მრავალი დიდი ხე, რომლებიც იქ იზრდებოდნენ, კეთილსურნელოვანი, დიდებულნი, ლამაზნი და მდიდრუნი. და იქვე იყო შემეცნების ხე, რომლისგანაც ჭამე და იძენენ დიდ სიბრძნეს. ეს ხე სიმაღლით ნაძვის გავდა, მისი ფოთლები კარობის, ანუ ქაწითელას ხის ფოთლებს. ხოლო მისი ნაყოფი ყურძნის მტევნებითაა, ძალიან ლამაზი და ამ ხის სურნელი შორს უცელდება, აი საიდანაც ადანდაიმამ შეჭამეს იმ ხეს აღწევს. და ვთქვი, რა მშვენიერი ეს ხე და რა სამურია მისი სანახაობა. და მიპასუხა რაფაელმა წმინდა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო და მითხრა, ეს არის შემეცნების ხე, რომლისგანაც ჭამეს მამაშენმა და მოხუცებულმა დედაშენმა, რომლებიც შენზე წინ იყვნენ. მათ შეიძინეს შემეცნება, აიხილა თვალები და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ და განიდევნენ ბაღიდან. აი როგორი ხე იყო ეგ. ყურძნის მტევნებით იყო, ყურძნის მტევნების გავს. თავი 33. და იქიდან წავედი დედამიწის კიდეებისაკენ და ვიხილე იქ დიდი ხეცები, ერთმანეთისგან განსხვავებულნი და ფრინველებიც, რომლებიც განსხვავდებოდნენ გარეგნობით, ხმითა და სახეობებით. და ამ ხეცების აღმოსავლეთით ვიხილე დედამიწის კიდეები, სადაც ცა ეყრდნობა და ცის ბჭენი, ანუ კარიბჭეები ღია იყო.
და ვიხილე როგორ გამოდიან ვარსკვლავების ის ბჭეებიდან და ჩავწერე მათი გამოსასვლელები თითოეულისა თავისი ნომრის, სახელის, კავშირის, მდებარეობისა და დროის მიხედვით, როგორც მიჩვენა ურიელმა წმინდა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო. და მიჩვენა ყოველივე და ჩამიწერა მე. ასევე მათი სახელები, მათი წესები და მათი კავშირები ჩამიწერა. თავი 34. და იქიდან წავედი ჩრდილოეთისაკენ დედამიწის კიდეებისაკენ და იქ ვიხილე დიდი და დიდებული საოცრება დედამიწის კიდეზე. და იქ ვიხილე ცის სამი ღია კარიბჭე ზეცაში. თითოეული მათგანიდან გამოდიან ჩრდილოეთის ქარები, როდესაც ისინი ქრიან. ერთი ნაწილი მიემართება აღმოსავლეთით დედამიწის კიდეებისაკენ, ხოლო დანარჩენი კარიბჭეებიდან გამოდის სიცივე, ყინვა, თოვლი, წვიმა და ნამი. და ერთი კარიბჭის შუაგულიდან ქროლვა სასიკეთოდ მივიჩნიე, მაგრამ როდესაც ქრის, დანარჩენი ორი კარიბჭის გზის მოაქვს ნგრევა, უბედურება, ძალითა და რისხვი დედამიწაზე და ისინი მძლავრად ქრიან. თავი 35. და იქიდან წავედი დასავლეთის მხარეს დედამიწის კიდეებამდე და ვიხილე იქ ცის სამი ღია კარი. ისევე როგორც ვიხილე აღმოსავლეთით, მათი რიცხვი და გამოსასვლელები ერთმანეთის მსგავსი იყო. თავი 36. და იქიდან წავედი სამხრეთით დედამიწის კიდეებისაკენ და ვიხილე იქ სამი ღია კარიბჭე ზეცაში. იქიდან გამოდის აღმოსავლეთის ცხელი ქარი, ნამი, წვიმა და ქარიშხალი. და იქიდან წავედი აღმოსავლეთისკენ ცის კიდეებამდე და ვიხილე იქ აღმოსავლეთის სამი ღია ცის კარი და მათ ზემოთ პატარა კარები. თითოეული ამ მცირე კარიდან გამოდიან ცის ვარსკვლავები და მიდიან დასავლეთისკენ იმ გზით, რომელიც მათთვის არის განკუთვნილი. და როცა მათ ვხედავდი, ვადიდებდი დიდების უფალს, ჩემი წიაღიდან გულით, ამ წიაღიდან გულიდან, ესე გულიდან ვადიდებდი უფალს. ვიხილე დიდების უფალი, რომელმაც მოიმოქმედა დიდებული და საოცარი სასწაულები, რათა ეჩვენებინა თავისი საქმის იდეადე თავის ანგელოზებისთვის და ადამიანთა სულებისთვის, რათა აქებდნენ მის ნამუშევარს და ყოველმა ქმნილებამ იხილოს მისი საქმის ძალა, ადიდოს მისი სახელის ნამუშევარი და აკურთხოს იგი უკუნისამდე. ამინ. ეს მორჩა მეთვალყურეთა პირველი წიგნი. მეორე წიგნი არის იგავთა წიგნი, შესავალს ავეკითხაო, რომ იცოდეთ რაზე არის და შემდგომ გავაგრძელოთ მომდევნო ლაივში. მეორე ხილვის დასაწყისი, მეორე ხილვა, რომელიც იხილა სიბრძნის ხილვა, რომელიც იხილა ენოქმა, ძე მიარედისა, ძისა მაჰალალელისა, ძისა კაინანისა, ძისა ენოსისა, ძისა სეთისა, ძისა ადამისა. ეს არის დასაბამი სიბრძნის სიტყვებისა. რეში დავრეი ხახოხმა. ეს არის დასაბამი სიბრძნის სიტყვებისა. პირდაპირ კავშირშია სეფიროთის ხესთან. რომელზეც აღვევინე ჩემი ხმა, სალაპარაკო და საუწყლო დედამიწის მკვიდრებთათვის. ისმინეთ პირველნო ძველნო, და იხილეთ უკანასკნელნო, მომავალნო. წმინდა სიტყვები, რომელთაც წარმოთქვამთ სულთა უფლის წინაშე. კეთილ არის მათი უწყება პირველთათვის და არ დავაკლებთ, არ დაუმალავთ სიბრძნის დასაბამს და არც უკანასკნელთ. დღევანდელ დღემდე სულთა უფლისგან არავისთვის მიცემულა ისეთი სიბრძნე, როგორიც მე მივიღე ჩემი გულმოდგინებით სულთა უფლის ნებით. ასე იწყება იგავთა წიგნი. დაგემშვიდობებით მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო და შემდეგ ლაივში გავაგრძელოთ ენოქის მეორე ნაწილი იგავთა წიგნით. დროებით.